მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Nexty. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. პოდკასტის პარტნიორია Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ, საგადასახადო, აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და განათლებას. პოდკასტის მხარდამჭერია Classroom G, პლატფორმა, რომელზეც მოსწავლეები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალ სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან. პოდკასტის იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GT Consulting, კომპანია სრულ სამართლებრივ მომსახურებას თავაზობს კლიენტებს ნებისმიერი ტიპის დავაზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში. დღეს ჩვენ ვიწერთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელზეც დიდი ხანია გქონდა საუბარი და გთხოვდნენ ხოლმე ჩვენი მსმენელები, განსაკუთრებით იმ ეპიზოდებში, რომელშიც შოთა მათითაშვილი ყავდა ხოლმე სტუმრად და ეს ეპიზოდები ძირითადად ეხებოდა რელიგიურ თემებს. ამ შემთხვევაში ეს იყო საქართველოს გაქრისტიანება, ამავე დროს ეს იყო ისტორიული ქრისტე, გქონდა ეპიზოდები, რომელშიც ჩვენ შევხედეთ რუის ურბნისის კრებას და საკმაოდ წარმატებულად ცოტა შორის, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ნახვა დააგროვა ამ ეპიზოდმაც. შეგვიძლია დავასახელოთ ისეთი ეპიზოდები, როგორც იყო ფარნავაზის შესახებ, ვახტანგ გორგასლის შესახებ, ასე რომ შოთა არის ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი, რომლის ეპიზოდები ყოველთვის იმსახურებს ხოლმე დიდ ყურადღებას და შესაბამისად ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მწარე პოდკასტური ეპიზოდები არის ხოლმე და რაც ამ გაგებით რომ პირდაპირ თქვათ რომ არის მწარე პოდკასტური ეპიზოდი, ხო? ის რომელიც გარკვეული ცვლილებები შემოაქვს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში, შემოაქვს ცვლილებები ჩვენს ოდნაში, ის თუ როგორ ისწავლება სკოლაში, როგორ ისწავლება უნივერსიტეტში, რა იწერება იმის გარეთ, აი ამის რაღაც სინთეზი ხდება ხოლმე, რომლის შედეგადაც თქვენ იღებთ ბევრ სიახლეს, ბევრ ახალ ინფორმაციას, რომელიც ხა ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ცოტა გაღიზიანებასაც იწვევდეს, იმიტომ რომ განსხვავებული აზრის მოსმენა უხდება, ზოგი პირიქით ახალი ცოდნით გახარებულია ხოლმე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ამ პოდკასტის ერთ-ერთი მიზანიც კი, გარკვეულწილად რომ აი სწორედ ეს რაც იწერება ძირითადად ამ ოფიციალური ისტორიოგრაფიის გარეთ, ისიც მოგასმენინოთ. მოგესალმები შოთა, ძალიან მიხარია რომ დაგვიბრუნდი მწარე პოდკასტში. მოგესალმები მსმენელს და მაყურებელს, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. და ის თემა, რომელიც ჩვენ მე ვახსენე რომ ძალიან მოთხოვნადი იყო, ეს არის დიდი სქიზმა და საქართველო. ამ თემაში ჩვენ გულისხმობთ არა მხოლოდ იმას, რომ ვაგვწეროთ თუ რა იყო დიდი სქიზმა ამ შემთხვევაში, რა იგულისხმება ამაში, რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი, ან რატო ვიცით ყველა ამის შესახებ რაღაცა, მაგრამ მთლიანობაში ბევრი არაფერი. რა არის მისი შინაარსი რეალური, რა საფუძველი უდევს და ლიუს ამას უნდა დავამატოთ, რა თქმა უნდა, ის საკითხი, რომ განვიხილოთ აქ საქართველოს ეკლესიის თემაც, ვინაიდან ჩვენთან წარმოდგენილი არის ხომ შედი, ისევ თითქოს 1814 წელს პირდაპირ მოხდა ეს სქიზმა და შესაბამისად გაიყო ორ ეკლესიად, კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესია და უწევ ყველა ეკლესია, რომელიც აღმოსავლეთში იყო მოქცეული და ითვლება ეს თქო ორთოდოქსურ მართლმადიდებლურ ეკლესიებად, უწევ ჩამოშორდა რომის პაპის რაღაცა იმას, გავლენის ზონას, კათოლიკურ ეკლესიას და თითქოს უწევ ყველაფერი შეიცვალა ერთ წელიწადში, ეს ყველაფერი გადაეწყო სხვანაირად. მაგრამ რამდენად სწორი არის ეს მსჯელობა და რა მოხდა სინამდვილეში? აი ამაზე მინდა რომ დღეს შოთასთან ერთად ვრცლად ვისაუბროთ. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ მაინც შესავლით იმით თუ აი რას უწოდებთ სქიზმას. რას ნიშნავს სქიზმა ზოგადად და დიდი სქიზმა, რომელიც მოხდა 1814 წლამდე იყო პირველი თუ ამაში რაღაც ზოგადი ტერმინი არის, რომელიც შეიძლება იგულისხმებოდეს სხვა რაღაცას? სქიზმა ზოგადად ეკლესიის ისტორიიდან ნიშნავს ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა აქვს, როდესაც რომელიმე ეკლესიაში, ადგილობრივ ეკლესიაში ამ ეკლესიის ნაწილი გადის, ესე ვთქვათ, განხეთქილებაში. ანუ ამ ეკლესიის ნაწილში გულისხმობ, როდესაც ეპისკოპოსი და მოწმუნეთა ჯგუფი, ასე ვთქვათ, წვეთს კავშირს, ევქარისტიულ კავშირს წვეთს ეკლესიასთან და გადის ცალკე, აყალიბებენ ცალკე ეკლესიას. ეს არის ზოგადად ეს არის ამას ნიშნავს განხეთქილება, ამას ნიშნავს სქიზმა. არ არის აუცილებელი ამ შემთხვევაში, რომ ეს ჯგუფი, ეს რელიგიური, ეს მოწმუნეთა ჯგუფი, ეპისკოპოსები და მრევლი, ესე იგი განსხვავებული დოგმატური სწავლების მიმდევარი იყოს. ამ შემთხვევაში შეიძლება ამ განხეთქილებაში გასულ ჯგუფს კონდეს უბრალოდ მიმდევარი იყოს უბრალოდ იმევე სწავლებისა, იმევე დოქტრინისა, რაც ისი მიმდევარიც არის დედა ეკლესია, მაგრამ როდესაც შენ ტოვებ კანონმდებლობას
კანონიკურ ტერიტორიას, ეკლესიის ადგილობრივი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას და შედიხარ განხეთქილებაში, დავუშვათ წმინდა სინოდს გამოიყოფა რამდენიმე ეპისკოპოსი და გადიან ისინი მოწმუნე მრევლთან ერთად აყალიბებენ ცალკე ეკლესიას, რა თქმა უნდა, ეს არის ძირითადად, როდესაც ეკლესიის ისტორიაზე სქიზმაზე ვლაპარაკობთ, რაც განხეთქილებას ნიშნავს, ლაპარაკია სწორედ ამ ტიპის განხეთქილებაზე, როდესაც ასე ვთქვათ, ძირითადად დედა ეკლესიას შორდება რომელიმე ადგილობრივი ეკლესია შორდება რამდენიმე ერთი ან რამდენიმე ეპისკოპოსი და მოწმუნე მრევლთან ერთად, ასე ვთქვათ, ქმნის აყალიბებს ცალკე არაკანონიკურ ეკლესიას, რომელიც როგორც წესი არ არის ხოლმე აღიარებული სხვა ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან. ეს შეიძლება ჩავდოთ, ასე ვთქვათ, ზოგადად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის სქიზმა, ზოგადად დახასიათება. მაგრამ როგორც წესი იმ მოვლენას, რა მოვლენაზეც დღეს უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის 1054 წელს განვითარებული მოვლენები. ამ მოვლენას დაერქვა უკვე თავიდანვე შუა საუკუნეებიდან ამ მოვლენას ეწოდებოდა დიდი სქიზმა. სქიზმა ამ შემთხვევაში შეიძლება ზუსტი დახასიათებაც არ იყოს, იმიტომ აქ დოგმატურ განსხვავებას, საწესშოულებო და დოგმატურ განსხვავებაზეც გვაქვს ლაპარაკი და როგორც წესი, ბევრი კათოლიკე და ბევრი მართლმადიდებელი თეოლოგი თვლიდა, რომ სწორედ აი ამ მოვლენით დაებრძო საფუძველი რომაული და ბიზანტიური ეკლესიების, აღმოსავლეთის და დასავლეთის ქრისტიანობის საბოლოოდ გამიჯვნასა და გაყოფას. უნდა ითქვას დასაწყისშივე, რომ 1054 წლის დიდი სქიზმა არის ძალიან დიდი მითი. უბრალოდ ყოილია. არავით თუ დიდი სქიზმა, არამედ უბრალოდ სქიზმაც არ მომხდარა. ის მოვლენები, რა მოვლენებიც მოხდა კონსტანტინოპოლში, ამ მოვლენებს, ამ კონფლიქტს კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და რომის პაპის ლეგატებს შორის, ლეო მეცხრეს ლეგატებს შორის, ვერ დავახასიათებთ სქიზმის დეფინიციასაც ვერ მივცემთ, იმიტომ რომ ლეგატების კონსტანტინოპოლში ლეგატების ყოფნის დროს ლეო მეცხრე რომის პაპი გარდაიცვალა. ლეგატებს არ ჰქონდათ მისგან უფლება მოსვლება პირდაპირ ლეო მეცხრესა და მიქაელ კელურალიოს, ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ერთმანეთი არ გადაუციათ ანათემაზე. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ მართლმადიდებელმა და კათოლიკე ეკლესიამ ერთმანეთში შეაჩვენეს ანათემას გადაცეს და რომაული კათოლიციზმი, რომლის ხმარებაც ამ სიტყვის ხმარება თვითონ ანაქრონიზმია იმ პერიოდისთვის, ისე რომ იმიტომ რომ კონფესიური იდენტობა საკმაოდ გვიან ყალიბდება, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ისე რომაული კათოლიკები არიან, ეს მე-16-17 საუკუნეების მერე ოსმალეთის იმპერიის გაბატონების მერე ყალიბდება, მკვეთრად ჩამოყალიბებული კონფესიური იდენტობა გვაქვს სწორედ მაშინ. ამ დროს არათუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ეკლესიის მეთაურებმა გადაცეს ერთმანეთს ანათემას, უბრალოდ ლეგატებმა გადაცეს ანათემას მიქაელი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მიქაელმა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ეს ანათემის ეს ტექსტი. მე ფლად შევეხებით კიდე მაგას დაცულებით უკვე რა მოხდა. მიქაელმა ეს ტექსტი მიუტანა ბიზანტიის იმპერატორს კონსტანტინე მეცხრეს მონომახს და შემდეგ კონსტანტინე მონომახმა უბრძანა მოსთხოვა საეკლესიო კრებას კონსტანტინოპოლში, გადაეცა ანათემას ლეგატები. შესაბამისად, აქ ეკლესიის მეთაურებს ერთმანეთი ანათემას არ გადაუციათ, ერთმანეთი ანათემას არ გადაცეს და არც იყო ლაპარაკი იმაზე, რომ რომაელთა სწავლება არის ერესი, ან ბიზანტიელთა სწავლება ერესი, ანუ ერთმანეთი ერეტიკულადაც არ გამოუცხადებიათ. შესაბამისად, როდესაც ლაპარაკობენ, უნდა შევწყვიტოთ ჩვენ და სახელმძღვანელოებში, განსაკუთრებით რუსული და ნათარგ სახელმძღვანელოებში ეს იგი უხვად არის ხოლმე, მუდმივად იმეორებენ, რომ 1054 წელს აი რომის ეკლესია ჩამოშორდა, ასე შემდეგ. უბრალოდ უნდა შევწყვიტოთ ამაზეც ლაპარაკი და მით უმეტეს სახელმძღვანელოებში წერაც, იმიტომ რომ ეს უბრალოდ მავნებლობაა, როდესაც სახელმძღვანელოებში მტობს თეოლოგიურ სემინარიების სტუდენტები სწავლობენ, უნივერსიტეტების სტუდენტები და უბრალოდ მცდარი შეხედულებებს მცდარი მტკიცებაა ეს. რთულია ითქვას ეს 1054 წლის სქიზმა, როდის იქცა, ასე ვთქვათ, თეოლოგთა, მეცნიერთა წარმოსახვაში და მე უკვე მორწმუნეების წარმოსახვაშიც საბოლოო წყალგამყოფ თარიღად. რთულია ეს ითქვას. ვარაუდობ, რომ ჩემი შთაბეჭდილებით ალბათ უფრო გვიან მე-18, მე-19, მე-20 საუკუნეში, როდესაც ახალ სტანდარტული სახელმძღვანელოების შედგენა დაიწყეს, განსაკუთრებით რუსეთის იმპერიის თეოლოგიურ სასწავლებლებში და ეს უფრო ახალი მოვლენაა. მე იმას არ ვამბობ, რომ ის მოვლენები საბოლოო მთლიანად დავიწყებას მიეცა 1054 წლის მოვლენები. ახსოვდათ ის მოვლენები შემდეგ მე-12-13 საუკუნეებში ახსოვდათ, რომ ეს უსიამოვნო ინციდენტი, მოდი ასე დავარქვათ, მოხდა რომაელ ლეგატებსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის, მაგრამ
იმაზე ლაპარაკი რომ ამ დროს მოხდა საბოლოო განხეთქილება მართლმადიდებლობასა და ბიზანტიურ ქრისტიანობასა და დასავლურ ქრისტიანობას შორის უბრალოდ აბსურდია და ეს შეუძლიათ ენტონი კალდელისის ან რომელიმე ეს ამის გადაფასებას ჯერ კიდევ სათავე დაუდო 60-იან წლებში ძალიან ცნობილმა ჩეხმა კათოლიკ მღვდელმა და მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბიზანტინისტმა ფრენსის დვორნიკმა რომელსაც გამოქვეყნებული აქვს ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად 1954 წლის სქიზმას არ ეხება მაგრამ რომაულ ბიზანტიურ საეკლესიო ურთიერთობებს ეხება და იქ გარკვეულთა აქვს ნათქვამი ამას და ენტონი კალდელის უკვე დაწვრილებით აქვს აღწერილი რა მოხდა სინამდვილეში და როგორ მოხდა 1099 წელს ალექსი კომნენოსი მიმართავს საეკლესიო კრებას რა სტატუსი აქვს რომაელებს არიან ისინი თუ არა ერეტიკოსები და სქიზმატიკოსები და დატოვეს თუ არა დასავლეთის ეკლესიამ სოფლიო ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიასთან გაწყვეტა თუ არა ურთიერთობა რა კანონიკური სტატუსი აქვს მათ ეკლესიის 1099 წლის ეს 30-ზე მეტი წელი გავიდა ეგრეთ წოდებული დიდი სქიზმიდან შეკრებილი სამღვდელოება კონსტანტინოპოლში ალექსი კომნენოსს პასუხობს თუ არა ლათინები არ ჩამოშორებულან საბოლოოდ ეკლესიას თუმცა ამ კრების მიხედვით მათი კანონიკური მდგომარეობა გარკვეულია იმიტომ რომ აი იმ კითხვაზე შეუძლია თუ არა მართლმადიდებლობას აღმოსავლეთ ქრისტიანის ეზიაროს მიიღოს საიდუმლოებები ლათინებისგან ამაზე გარკვეული პასუხი არ გვაქვს მაგრამ რეალურად სქიზმა ეს არის განხეთქილება დაშორება გაუცხოება დასავლურ და აღმოსავლურ ქრისტიანობას შორის ეს არის რეალურად ხანგრძლივი პროცესი აქ ჩვენ არ გვაქვს ისეთი აქ ჩვენ ვერ დავასახელებთ ისეთ თარიღებს როგორც ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მაგალითად არიანელობის ნესტორიანელობის ანტიქალკედონური სწავლების ეგრეთ წოდებული მონოფიზიტობის რომელიც არასწორი ტერმინია შემთხვევაში არ გვაქვს ესეთი თარიღები და არ გვაქვს ესე კონკრეტული პიროვნებები ხო არიანელობის ფუძემდებელი იყო არიოზი ნესტორიანელობა მოდის ნესტორისგან და ასე შემდეგ ხო იქ რა ქვია ეგრეთ წოდებულ მონოფიზიტობას ან მიაფიზიტობას თავისი ასე ვთქვათ ეუტიკი კონსტანტინოპოლი და თავისი დიდი ფიგურები ყავთ რომელთაც უკავშირდებათ ამ ერესის და ეს რო ერესი იყო ასე ვთქვათ გვიანანტიკურ ხანაში ეკლესია ამას ძალიან მკაფიოდ აყალიბებდა და სწრაფად ხდებოდა ამ მოძღვრებების შეფასება როგორც ერესისა მაგალითად არიანელობის შეფასება სწრაფად მოხდა ეკლესიამ სწრაფად გააცნობიერა რომ ესე სწრაფად შეაფასა ეს მოძღვრება როგორც ერესი და დაიგმო 325 წლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე და ასე შემდეგ. ლათინთა სწავლება მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, მსოფლიო საეკლესიო კრებამ მაშინ აღარ იმართებოდა მართლმადიდებელი ეკლესიაში, მაგრამ საკმაოდ გვიან დაიგმო. მაგალითად, პირველი შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი კრება, სადაც ჩამოყალიბდა, სადაც მკვეთრად დაიგმო ლათინთა დასავლელი ქრისტიანების სწავლამოძღვრება, ეს არის 1493 წლის კონსტანტინოპოლის კრება. და მერე უკვე გვიან, ასე ვთქვათ, მართლმადიდებელი აღმოსავლური ქრისტიანობის იერარქები თავიანთ ეპისტოლეებში თუ საეკლესიო კრებებში განსჯიან და აკრიტიკებენ ლათინთა წესშოულებებს. მე კონსტანტინოპოლის დაცემის მერე, ხო, აქ რა თქმა უნდა, ოსმალთა იმპერიის ხელისუფლების ხელით შეიძლება დავინახოთ ბევრი რამე და გასაგებია, რომ ეს სქიზმისა და დასავლურ აღმოსავლურ ქრისტიანობის ურთიერთობა თეოლოგიური საკითხი არასდროს არ ყოფილა მხოლოდ. რა თქმა უნდა, ეს იყო იმდენად გადაჭარბული პოლიტიკასთან, რომ პოლიტიკა ახდენდა უზარმაზარ გავლენას აი ამ საკითხებზე. მაგაზეც მინდოდა გვეთქვა, რომ ზოგადად ბერძნებისა და ლათინებს შორის დაპირისპირება ეს დაწყებული არის ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ხო? და შესაბამისად ახლა მე განსაკუთრებით მას შემდეგ რაც იტალია დაიკარგა და დასავლეთ რომის იმპერია დაეცა, შესაბამისად მაგის მერე განსაკუთრებით გაიყო და შეიცვალა ვითარება ამ ორ მხარეს შორის. მერე იყო შემდგომი ძალიან მნიშვნელოვანი მორენა ეს იყო ტრანსლაციო იმპერია, ანუ იმპერიის გადატანა დასავლეთში, კარლოს დიდი რო გახდა საღვთო რომის იმპერატორი ამ შემთხვევაში, რომის იმპერატორი გახდა. შესაბამისად მათ გადაიბარეს ის სტატუსი, რაც მანამდე ბიზანტიის იმპერატორები ატარებდნენ და იყვნენ რომის იმპერატორები ამ შემთხვევაში, ხო? და აი მერე ეს მიდის ნელ-ნელა ეს და ვითარდება მათ შორის აი ეს რაღაცა შუღლი დაპირისპირება თავისუფლად ბიზანტიის იმპერატორებსა და პაპებს შორის, მერე დროთა განმავლობაში გადაიზარდა აი თვითონ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაშიც კი იგრძნობოდა ეს ბერძნებსა და ლათინებს შორის გაუცხოება, ხო? აი ლუტპრანდ კრემონელი მახსენდება ყველაზე კარგად აქ, როცა რომელიც ჩასული იყო ეპისკოპოსი, ხო? ჩასული იყო კონსტანტინოპოლში ნიკიფორე ფოკასს მმართველობის დროს და აი ყველაფერს ისე აღწერს, რომ თითქოს უკვე ევროპაში ჩამოყალიბებული ერთხოს რაღაც ორიენტალიზმის პირველადი ფორმა, რომელშიც ბიზანტია არის კარგად მოქცეული ამ ორიენტალიზმში. ანუ ისინი უკვე რაღაც აღმოსავლურად უყურებენ ბიზანტიას, არა როგორც რომი, არა როგორც რომის მემკვიდრე, არამედ რაღაც აღმოსავლური სახელმწიფო, რომელშიც
ყველაფერი მოძველებულია, რაღაც სხვანაირია, განსხვავებულია მათგან და შესაბამისად, აი ეს დამოკიდებულება დროთა განმავლობაში იჩენდა ხოლმე მერე უფრო და უფრო თავს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მივაქციოთ ყურადღებას თუ როგორ განვითარდა არა მხოლოდ წმინდა წლის დოგმატური, ქრისტოლოგიური და ტრინიტალური საკითხებისადმი მიდგომა, არამედ ეკლესიოლოგიური საკითხი, პრობლემა, რომის პაპის პრიმატი და კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრიმატი. როგორ აღიქმებოდა ავტორიტეტი, საეკლესიო ავტორიტეტი დასავლურ ქრისტიანობაში და როგორ აღიქმებოდა საეკლესიო ავტორიტეტი აღმოსავლურ ქრისტიანობაში, რა როლი ჰქონდა რომის პაპს აღმოსავლურ საქრისტიანოში და რა ხარისხით რა დონეზე აღიარებდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანები რომის პაპის ავტორიტეტს. ჯერ კიდევ მეორე უნდა ითქვას, რომ რაც წყაროებიც გვაქვს თავიდანვე უნდა ითქვას, რომ უძველესი პერიოდიდანვე რომის ეკლესიას და რომის მღვდელმთავრებს ჰქონდათ ეს უპირატესობის შეგრძნება, რაც არც არის გასაკვირი, რომ ისინი არიან პეტრე მოციქულის მემკვიდრეები. იმიტომ რომ იესო ქრისტემ სახარებაში ლუკას და მათეს სახარებაში და იოანეს სახარებაშიც არის ეს სიტყვები, ნახსენები, ოდნავ განსხვავებულად მიმართა ცნობილი სიტყვები, რომელიც ყველამ ვიცით, რომ შუა საუკუნეებში ისწავლოთ, რომ შეხარ პეტრე, ანუ შეხარ კლდე, რომელზეც მე დავაფუძნებ ეკლესიას და ბეჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ ერევიან. ეს იმდენად მყარ საძირკვლოდ იქცა რომაული ღვთისმეტყველებისა, ჯერ კიდევ მეორე-მესამე საუკუნიდან, რომ რომის პაპი, რომის ეპისკოპოსი არის მემკვიდრე პეტრე მოციქულისა, რომელთა წარმოსახვაში, დასავლურ ქრისტიანთა წარმოსახვაში და რწმენით იესო ქრისტემ განაწესა მოციქულთა მთავარ მოციქულად, რომელსაც არ ეწინააღმდეგებოდნენ შუაშორის აღმოსავლელი ქრისტიანები და რომის პაპი, რა თქმა უნდა, სწორედ ამ პეტრე მოციქულის მემკვიდრეობის საფუძველზე ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომ მე ვარ პეტრე მოციქულის მემკვიდრე, მე ვარ ჭეშმარიტი სარწმუნოების მცველი და მე მაქვს გარკვეული უპირატესობა, არც თუ მთლად სიმბოლური უპირატესობა მთელ საქრისტიანობაში, არა მხოლოდ დასავლურ საქრისტიანოში, არამედ აღმოსავლურ საქრისტიანოში და უნდა ითქვას, რომ ბევრი მართლმადიდებელი, ავტორიტეტი მართლმადიდებელი აღმოსავლელი უბრალოდ მოდი ასე ვთქვათ, ბიზანტიელი თეოლოგი რომის პრიმატს ეთანხმებოდა. ეხლა რამდენიმე მოვლენა რო ჩამოვთვალოთ, ასე ვთქვათ, როდის დაიწყო რომის პრიმატის, რომის ეპისკოპოსის გაძლიერება, რა გავლენა იქონია ამ ბიზანტიურ სამყაროზე, როგორ აღიქვეს ეს ყველაფერი და რა განხეთქილებები და გამწვავება გამოიწვია ამ ყველაფერმა. პაპი ვიქტორიდან მეორე საუკუნიდან იწყება. აი ეს არის პირველი სერიოზული განხეთქილება მეორე საუკუნეში რომის პაპსა და აღმოსავლურ ქრისტიანებს შორის, როდესაც მათ ესენი ვერ შეთანხმდნენ, როდის უნდა აღნიშნოთ აღდგომა. რომის პაპი ამბობდა, რომ აღდგომის აღნიშვნა შეიძლება პასექთან ერთად, ებრაელთა გასასწაულთან ერთად და უნდა აღინიშნოს შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ, ხოლო მცირე აზიელი ქრისტიანების უძველესი წესრიგება იყო, რომ პასექს და აღდგომას აღნიშნავდნენ ერთად. ვიქტორმა კატეგორიულად მოთხოვა მცირე აზიელ ქრისტიანებს, რომ დამორჩილებოდნენ მათ, მცირე აზიელმა ქრისტიანებმა ეს უარყვეს, თუმცა საბოლოო ჯამში ეს სქიზმა გადაილახა. მესამე-მეხუთე საუკუნეებში უკვე აშკარად ჩანს, პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაამტკიცა რომის პაპის უპირატესობა. უპირატესი ადგილი იმ დიდ საყდრებს შორის, რომელიც პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე არის მოხსენიებული. ეს არის რომი, მერე არის ალექსანდრია და მერე არის ანტიოქია. კონსტანტინოპოლი და იერუსალიმი ამ სიას ემატება შედარებით გვიან. პაპი იულიუსის დროს და შემდეგ მეხუთე საუკუნის დასაწყისში ბონიფაციუსის დროს რომის პაპების მიდრეკილება, ასე ვთქვათ, გამოაცხადონ საკუთარი თავი ეკლესიაში უპირატეს მღვდელმთავრებად ძალიან აშკარად ჩანს. და საინტერესოა, რომ 342 წლის ზოგიერთი დათარიღებით 353 წლის ესე ვთქვათ კრებაზე, ერთ-ერთ ადგილობრივ კრებაზე რომის პაპს დაუმტკიცეს ასე ვთქვათ, საეკლესიო მართლმსაჯულების უფლება რა გაგებით, რომ ის იყო საეკლესიო არბიტრი. თუ რომელიმე ორ ეპისკოპოსს შორის, ორ მღვდელმთავარს შორის მოხდებოდა რაღაც გაუგებრობა, თუნდაც აღმოსავლეთ საქრისტიანოში, სარდიკიის კრებაზე 352 წელს, მათ ჰქონდათ უფლება მიემართათ რომის პაპისთვის და რომის პაპი გაარჩევდა სწორედ აღმოსავლეთ ქრისტიანებსაც, რომის პაპი გაარჩევდა სწორედ აი ამ საქმეს. აქ უკვე ძალიან აშკარად ჩანს და ეს საკმაოდ ადრეა, ხო? მეოთხე საუკუნის 40-იან წლებზეა ლაპარაკი, რომ რომის პაპი არათუ სიმბოლურ უპირატესობას მოიპოვეს უკვე მსოფლიო ეკლესიაში, ოიკუმენეში, რაც დასახლებულ ადგილს ნიშნავს და რაც იმ ტერიტორიის სახელწოდებად გამოიყენებოდა, რომელსაც რომაული ცივილიზაცია ფარავდა, ხოლო მეოთხე საუკუნე რომაული ქრისტიანული ცივილიზაცია.
და უკვე ბონიფაციუსის დროს და განსაკუთრებით უკვე აკაკის სქიზმის დროს, რა თქმა უნდა, ეს იდეა, რომის პაპის პრიმატის იდეა ძალიან ესე ვთქვათ განვითარდა. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ რომის პაპის პრიმატი სასიშნელს რომის პაპის პრიმატი, ანუ უპირატესობა ეკლესიაში, სწორედ ეს იდეა, ამ იდეამ გაიარა ძალიან დიდი ევოლუციის გზა. ეს არ ყოფილა რაღაცა ერთბაშად ჩამოყალიბებული მოძღვრება. ამან გაიარა ესე იგი პაპ იულიუსიდან მოყოლებული, რომელიც ხას უჭერდა ათანასე ალექსანდრიელს, პაპი სტეფანე მე-8 საუკუნეში, მე როგორც ახსენე შენ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ფრანკთა იმპერია, კარლოსი, პიპინი მოკლე და კარლოსი. შემდეგ მე-19 საუკუნეებში რომის პაპების ძალაუფლება იზრდება და თეოლოგიური დასაბუთება იმ კონსტანტინეს ესე ნაბოძვარ დონაციო ესე იგი ჩდება ეს დოკუმენტი და რა თქმა უნდა გვიგვინდება ეს ძალიან ცნობილი დოკუმენტი დიქტატუს პაპე, ანუ პაპის დიქტატი 1075 წელს შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ზოგიერთი ამბობს, რომელიც ზოგიერთ მეცნიერის აზრით და ალბათ ასეც არის მიეწერება გრიგოლ მეშვიდეს, რომის პაპს, ჰილდებრანდი, ლეგენდარული ჰილდებრანდი, რომელიც მანამდე არქიმთავარ დიაკვანის როლში ძალიან დიდ გავლენას ფლობდა რომის ეკლესიაზე და მე თვითონ გამოირჩიეს პაპად. და გრიგოლ მეშვიდეს დროს ხდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა რომის პაპობის ისტორიაში და რომის პაპების როგორც რომის პაპების უპირატესობის დასაბუთებაში და ეს პაპის დიქტატში უკვე იმდენად მკვეთრად არის ჩამოყალიბებული ეს მოძღვრება, რომ რომის პაპი არის ერთმნიშვნელოვნად ეკლესიის მეთაური და მას აქვს აბსოლუტურად ყველანაირი უფლება ესე თუ ხელი დაასხას ეპისკოპოსებს ან განკვეთოს საკუთარი ხარისხიდან ეპისკოპოსები და არა მარტო ეპისკოპოსებზე აქვს ლაპარაკი ბიზანტიაზე და იმაზე კი თორსაღმო ქრისტიანულ სამყაროზეა ლაპარაკი რომ რომის პაპი არის უპირატესობა ქრისტიანულ სამყაროში და მას უნდა ეკითხებოდ მისი ბრძანებები არის კანონი და მას აქვს უფლება აი აქ ჩდება ძალიან აშკარად და პირველად დაამხოს იმპერატორები და აუგზავნოს მის ქვეშევრდომებს იმპერატორებისადმი მიცემული ფიცი გაუქმოს თუ კი იმპერატორი მიდის ეკლესიის წინააღმდეგ. ეხლა აქ რა ეპოქაც არის გასაგებია იმპერატორებისა და პაპების დაპირისპირება და ის რეფორმა რომელიც მე-10 საუკუნის ბოლოდან დაიწყო რომის ეკლესიაში გრიგოლ მეშვიდე სწორედ აი ამ რეფორმისტული სულისკვეთების განსახიერება იყო, იმიტომ რომ რომის ეკლესიას დასჭირდა ცენტრალიზაცია და ძალაუფლების გამყარება საერო ხელისუფლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით გერმანელი იმპერატორების წინააღმდეგ. და ეს ხანძრ მერე ვატიკანის პირველ და მეორე სოფლიო საეკლესიო კრებებზე როგორც კათოლიკებს წამთ რომის პაპის პრიმატი როგორც დოგმატური სწავლება უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რომ რომის პაპის უცდომელობის დოგმატი, რომელიც ასე მკვეთრად შუა საუკუნეებში ჯერ კიდევ არ ქონდა, რომ რომის პაპი ექს კათედრალოს აკადაგებს არის უცდომელი, თუმცა ის ესე ვთქვათ პონტიფექს რომანუს იყო კათოლიკე ეპისკოპოსი იმ გაგებით, რომ უნივერსალის ასე იხსენიება პაპის დიქტატში 1075 წლის ასე ვთქვათ დოკუმენტში. და ეს ხანძრული პროცესი რომელიც გაიარა და იქ გარდატეხა უნდა დაუბრუნდე კიდე მოხდა აკაკის სქიზმის დროს, როდესაც იმპერატორმა ზენონმა მიიღო ჰენოტიკონი და ჰენოტიკონზე ჩვენ ვისაუბრეთ ქართლის გაქრისტიანების ეპიზოდში და ვახტანგის ეპიზოდში და ვარაუდობთ რომ ვახტანგ გორგასალმა მიიღო ჰენოტიკონი, რომელიც უფრო პრომონოფიზიტური მიაფიზიტური უბრალოდ დოკუმენტი იყო. ამის გამო პაპმა ასე ვთქვათ გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და აი ამ სქიზმის დროს 490-იან წლებში რომის ეკლესიას მეთაურობდა ძალიან მნიშვნელოვანი პაპი ლეონ დიდის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი პაპი ალბათ გელას პირველი იყო მე მგონი ნუმერაციით, რომელიც ამბობდა რომ ჩვენ ვიცით ბიზანტიაში როგორი ჰარმონია იყო, რომ მეფობა და მუდამთავრობა და ესენი ერთმანეთთან ჰარმონიულად უნდა თანამშრომლობდნენ და ღმერთი განადიდონ და სამყაროში ქრისტიანობის გამტკიცება გამოიწვიონ. გელასიუსმა თქვა ესეთი რაღაცა თავის წერილებში, რომ კი ბატონო, მეფობა და მუდამთავრობა და მეფობის პატივი რა თქმა უნდა აბსოლუტურად ასე ვთქვათ მისაღებია და მეფობის პატივი ძალიან დიდია, მაგრამ მუდამთავრობა მაინც უპირატესოა. ეს ნიშნები ჩანს უკვე ეს გელასიუსი ასე პირდაპირ არასაბუთებს ამ ყველაფერს, მაგრამ პაპის დიქტატში 600 წლის მერე უკვე ჩამოყალიბებული სახე, რომ არავით არის იმპერატორი და ეს რომელსაც ყველაზე უპირატესი არის სწორედ რომის პაპი, რომის მუდამთავარი არის ყველაზე ეს რა ქვია უპირატესი და მას აქვს სწორედ გადაწყვეტოს ეს უფლება. და ეს იდეა გელასისგან ასე ვთქვათ წამოყენებული იდეა მღვდელმთავრობის უპირატესობა. ცოტა მე ამბროსი მედიოლანელის ამბავს მახსენებს თეოდოსიუსთან. კი, ამბროსი, ხო, ჩანასახები მაშინაც იყო, რა თქმა უნდა, როდესაც მღვდელმთავროს ჰქონდა უფლება, რომ ემხილებინა, ასე ვთქვათ,
არას ღვთისმსახურთო საქციელი საერო პირისა, მაგრამ ეს ბიზანტიაშიც იყო, მაგალითად გავიხსენოთ იოანე ოქროპირი, რომელიც პირდაპირ ამხელდა იმპერატორსა დედოფალსაც, სწორედ ამან გამოიწვია. გადაასახლეს კიდევაც, ხო, ორჯერ გადაასახლეს, ჯერ და არა, აფხაზეთში არ გადაუსახლებიათ, ეგეც გავრცელებული შეხედულება მცირე აზიაში გადაასახლეს, აფხაზეთამდე იოანე ოქროპირი. საერთოდ გავრცელდა ეს მეც ეგრე მომისმენია, ხო? თუ არ ვწდები, რაღაც კონკრეტული გეოგრაფიული სახელწოდებების აღრევამ გამოიწვია ეს ყველაფერი. კონკრეტულად ეხლა მე ეს საკითხი არ მიკვლევია, მაგრამ ცნობილი არის უკვე გაირკვა პრინციპში და იმედია გამოქვეყნება ამასთან დაკავშირებით ნაშრომები, რომ იოანე ოქროპირი აფხაზეთში არ გადაუსახლებიათ. გადაასახლეს, ეს დიდი ალბათობით მცირე აზიაში მოხდა და მცირე აზიაშივე გარდაიცვალა. ამიტომ აფხაზეთში კომანში იოანე ოქროპირის საფლავის ასე ვთქვათ ძიება, ჩემი აზრით აზრს მოკლებულია. ხო და რო დაუბრუნდეთ ასე ვთქვათ ამ იდეას, პაპობის პრიმატისა და უპირატესობის განვითარების იდეას, რა თქმა უნდა, ეს იდეა კიდევ უფრო შორს წავიდა და კიდევ უფრო დაიხვეწა და განვითარდა მე-6 საუკუნის განმავლობაში, თუმცა მე-6 საუკუნეში პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას, რომ იუსტინიანე ბუნებრივია თავის პოლიტიკიდან გამომდინარე და იუსტინიანე იყო სწორედ აი ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი განმავითარებელი და წამომყენებელი ჰარმონიისა, მეფობა და მუდმივობა ორი უდიდესი ძღვენი მისცა ხომ ცეზაროპაპიზმი, ხო, თუმცა ცეზაროპაპიზმზეც უნდა თქვა, ხშირად მცდარი შეხედულება აქვს ხოლმე ბიზანტიურ ცეზაროპაპიზმზე. აქვე უნდა ვთქვა, რომ ბიზანტიაში იმპერატორი არასდროს არ იყო გამოცხადებული ეკლესიის თავად. მართლმადიდებელი ეკლესიის, ბიზანტიური ეკლესიის ყველაზე დიდი ავტორიტეტები სასტიკად ეწინააღმდეგებდნენ რომის ბიზანტიის იმპერატორების, საერო პირების ზოგადად ჩარევას ეკლესიის საქმეებში. მათ არ ქონდათ უფლება ეპისკოპოსები დაინიშნათ ან მოეხსნათ. დაინიშნათ ან მოეხსნათ ცუდი სიტყვა, ხელი დაეცხათ ან განეკვეთათ ხარისხიდან. არ იყო მათი უფლება, იმიტომ რომ საერო პირები იყვნენ და მათ არ ქონდათ უფლება ჩარეულიყვნენ საღვთისმეტყველო დოგმატურ საკითხებში, რომელიც იყო მხოლოდ ეკლესიის და მხოლოდ გამორჩეული ღვთისმეტყველების და ეპისკოპოსთა პრეროგატივა. ამიტომ მან ის არა და ფრენსის დუორკინის ლაპარაკობს, თორნიკის ლაპარაკობს ამაზე, ბიზანტიაში იმპერატორი არ აღიქმებოდა როგორც ასე ვთქვათ ეკლესიის მეთაური, რომელსაც აქვს შეთვისებული სამღვდელო უფლებები. ბიზანტიის იმპერატორი იყო საერო პირი, უპირატესო საერო პირი და ღვთისგან გამორჩეული და ეკლესიის დამცველი და ასე შემდეგ. მისი მოვალეობა რა იყო? მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თანახმად მისი მოვალეობა იყო დაეცვა ეკლესია და დაეცვა ღვთისერი გარეშე მტრებისაგან. ეს იყო მისი მოვალეობა და უზრუნველყო ეკლესიის მიერ მიღებული კანონების აღსრულება და უზრუნველყო თუ იმპერატორი სამართლიანი არ იყო და უფლის ცნებებს არ მიყვებოდა ბიზანტიელთა თვალსაჩინოდ, ის კარგავდა ლეგიტიმურობას. ის აღარ იყო ლეგიტიმური, იმიტომ რომ ღმერთისგან იყო გაუცხოებული და შესაბამისად აქ ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ბიზანტიის ისტორიაში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბიზანტიის ისტორია სავსეა იმ იმპერატორებთან, რომელსაც აქვთ სურვილი ჩაერიონ ეკლესიის მაგალითად დოგმატურ საღვთისმეტყველო სწავლებაში და ეკლესია უარყოფს ამას. ასე ვთქვათ, ჰერაკლიდებისა და იმის რა ქვია, ჰერაკლიანთა და ისავრიელთა დინასტიების ისტორია თავიდან ბოლომდე, ასე ვთქვათ, ამის დასტურია. და ამის დასტურია თეოდორე სტუდიელი, რომელიც პირდაპირ ამხელდა ასე ვთქვათ იმპერატორებს და ამბობდა, რომ იმპერატორი, რომელიც აღარ მიყვება ღვთისმსახურებას, ის აღარ არის ღვთისგან კურთხევისა და ღვთის დახმარების ღირსი. იმავე ამბობდა იოანე ოქროპირი, მაგრამ საქმე ის არის, რომ ბიზანტიის პატრიარქებს, კონსტანტინოპოლის პატრიარქებს და სხვა პატრიარქებს არ ჰქონდათ საერო ძალა, რომელთაც დაუპირისპირდებოდნენ ბიზანტიის იმპერატორს. ამიტომ ბიზანტიის იმპერატორს იყო ძალა და ისი ამხობდა და აძევებდა პატრიარქებს, როგორც მას სურდა. შესაბამისად პატრიარქებს მხოლოდ ასე ვთქვათ სულიერი და ასე ვთქვათ მხოლოდ სიტყვა ჰქონდათ თავიანთი იარაღად და ავტორიტეტი, მეტი არაფერი. ხო, ისე უნდა ვთქვათ, რომ რომის პაპებსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებს შორის თავარი განსხვავებაც ერთ-ერთი იყო ხომ, რომ პაპს ჰქონდა საერო სამფლობელოებიც და ძალაუფლებაც სამყარო, ხო? მაგრამ ამავე დროს აი თუნდაც მიხეილ კერულარიუსზე, რომელიც არის აი ზუსტად ამის ეპიცენტრში ამ დიდი სქიზმის, რასაც უწოდებთ, ხო? არის ესეთი ცნობა, რომ მას ასევე ჰქონდა გარკვეული საერო ძალაუფლების ხელშეჩაგდების სურვილები, მათ შორის ის, რომ იმპერატორის წაღები ეცვა, მაგალითად წითელი, ხო? თუმცა სულ დაამთავრა მაინც. იმიტომ რომ კონსტანტინე მეათე დუკამ 1057 წელს თუ თარიღი არ მეშობა 1057 წელს ის დაამხეს და მალევე გარდაიცვალა მიხეილ კერულარიუსი. ესე იგი პაპებს რო დაუბრუნდეთ მე-6 საუკუნეში მიუხედავად იმისა რომ იუსტინიანისგან მუდმივი შევიწროებისა და ჩაგვისა და ტერორის შემდეგ იუსტინიანის გარდაცვალების შემდეგ ბუნებრივია პაპობა რომის პაპები ყოველთვის აღიარებენ ბიზანტიის იმპერატორს როგორც რომის ლეგიტიმურ იმპერატორს, ეს მათთვის იმპერატორია და არასდროს არ მოსვლიათ თავში რომ დავთქვათ
ეთქვათ რომ ეს რომის იმპერატორი არაკანონიერია და ბიზანტია, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ რომის იმპერია. ეს აღმოსავლეთ რომის იმპერია, დასავლეთ რომის იმპერია ჩვენ გათავსმოხეული კონცეპტებია უფრო, იმიტომ რომ მაინც მაშინ იმპერიას ერთიანობაში აღიქვამდნენ და 395 წელსაც არ გაუგიათ ისე რომ აი სალკე იმპერია და ეს სალკე ერთიანი იმპერია, ეს რომელსაც შეიძლება ყავდეს ადმინისტრაციულად მართავდა შეიძლება ორი თანამმართველი იმპერატორი იყოს, მაგრამ ეს რომა და ბიზანტიელების თავს რომაიოს უწოდებდნენ, ხო? იმპერატორებს. თუმცა მომდევნო აკაკის სქიზმა 519 წელს დასრულდა, როდესაც იმპერიის სათა იუსტინიანე გარდაიცვალა და იმპერიის სათავეში. ეგეც ვახსენოთ, რომ აკაკის სქიზმა არის მე-5 საუკუნის მოვლენა. ეს არის 492 წლიდან დაიწყო და 519 წელს დასრულდა იუსტინიეს მმართველობის დროს, რა თქმა უნდა, იუსტინიანეს ინიციატივით, რომელიც შეპრობილი იყო ერთი სარწმუნოებით იმპერატორით და აკაკის სქიზმა გულისხმობდა იმას, რომ იმპერატორმა ზენონმა მიიღო ჰენოტიკონი, რომელიც იყო თავისი არსით უფრო ეს დოკუმენტი იყო თითქოს შემრიგებული ქალკედონელებსა და ქალკედონელებს შორის, ანუ ეგრეთ წოდებულ მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის, მაგრამ არ მიიღეს დიოფიზიტებმა, არ მიიღო ეს დოკუმენტი რომის პაპმა, რომელიც ბუნებრივია დიოფიზიტური მრწამსისა იყო, იმიტომ რომ ქრისტეში ორ ბუნებას აღიარებდა, ეხლა ეგ ძალიან რთული საკითხია და აღარ ჩაუხმოვდეთ, მაგაზე მაინც მეტნაკლებად ვისაუბრეთ ვახტანგ გორგასლის ეპიზოდში. და რომის პაპებმა გაწყვიტეს ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან და ეს განხეთქილება გაგრძელდა მანამ სანამ ბიზანტიის იმპერატორები იყვნენ მონოფიზიტურად განწყობილი, ასე ვთქვათ, ზენონი და ანასტასიუსი. ანასტასიუსი გარდაიცვალა 518 წელს, 518 წელს გარდაიცვალა და 519-ში ეს სქიზმა დასრულდა იუსტინია პირველისა და იუსტინიანეს, ესე იგი, მოყვანით. ეს იყო მე-11-მე-12 საუკუნეებამდე, სანამ საბოლოო გაუცხოება მოხდებოდა, ყველაზე დიდი სქიზმა, ხანგრძლივი და სერიოზული სქიზმა. ფოტიოსის სქიზმაზე უფრო მეტად დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მომდევნო ესე იგი და ესე იგი როგორ ვთქვა, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანობა განსხვავებულ სოციოკულტურულ გარემოში ჩამოყალიბდა. დასავლეთში რა იყო, ხო? ენა ქრისტიანობასაც იყო ლათინური. აღმოსავლეთში ბერძნული და ნუ კიდე სხვა ხალხები თავიანთ ენაზე აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას და წერდნენ ლიტერატურას და ასე შემდეგ. ამ საწესშო, ამას მოყვა ამ კულტურულ განსხვავებას, ეს ხო დიდი სამყაროა, ხო, ხმელთაშუაზღვისპირეთია, ხო, უზარმაზარი სივრცეა, აქ ეს არა ქვია, თითოეული ლოკალური კულტურა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება და ბუნებრივია ხა ხელა სივრცეზე გადაჭემული იმპერიაში ჩამოყალიბდა ეკლესიებს შორის საწესშუალებო განსხვავებები და იყო საწესშუალებო განსხვავებები. დასავლელები წირავდნენ, ევქარისტიას აღასრულებდნენ, ევქარისტია ეს მოგვახსენება არის მთავარი საიდუმლო ეკლესიაში, რომელსაც ქრისტეს პური და ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად ქრისტიანული სწავლების თანახმად და აღასრულებდნენ უფუარი პურით. აღმოსავლეთში აღასრულებდნენ საფუარიანი პურით, დასავლეთში აღასრულებდნენ წყალგაურეველი ღვინით, აღმოსავლეთში აღასრულებდნენ წყალგარეული ღვინით, დასავლეთში იცავდნენ შაბათის მარხვას, აღმოსავლეთში არ იცავდნენ შაბათის მარხვას, დასავლეთში წირვებს რაღაც დღეებში ატარებდნენ, რაღაც დღეებში არ ატარებდნენ, აღმოსავლეთში პირიქით იმ დღეებში ატარებდნენ, ამ დღეებში არ ატარებდნენ და წვერს არ ატარებდნენ, აქ წვერს ატარებდნენ, მერე ცელიბატი გავრცელდა დასავლეთში შედა გაცილებით გვიან და აღმოსავლეთში ცელიბატი როგორც ასეთი საერო მოდლებს შორის თუ მოდელ-მონოზონი არ გავრცელებულა და შესაბამისად ამ საწესშუალებო განსხვავებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ იცი რა ხდება, როდესაც როდესაც პოლიტიკა ერეოდა, მაგალითად, რა ქვია, დავა ჰქონდათ ილირიის პროვინციაზე იყო ძირითადად დავა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის, კალაბრიაზე და სიცილიაზე, აი ამ სამ პროვინციაზე მაშინ ამოტივდებოდა, მაშინ იხსენებდნენ ხოლმე ბრჭყალებში, უხსენებდნენ ერთმანეთს, რომ აი შენ მაგალითად ხმიადით წირავ შენ და უფრო წყალგარეული ღვინით წირავ და ერთმანეთს წამოაძახებდნენ ხოლმე და გარდა მაგისა განხეთქილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა აღმოსავლეთში კონსტანტინოპოლის დაწინაურება. იმიტომ აღმოსავლეთში კონსტანტინოპოლის დაწინაურება რომი საკმაოდ მტკივნეულად შეხვდა სხვათა შორის. პირველი ეს შემთხვევა, როდესაც რომის პაპმა მეორე რომია და კონსტანტინოპოლის დაწინაურება დაიწყო 391 წელს კონსტანტინოპოლის კრებაზე, რომელიც უბრალოდ ადგილობრივ კრებად განიხილებოდა, მსოფლიო კრების სტატუსი მერე მიიღო. 391 წელს საკმაოდ წინააღმდეგობრივი კრება იყო, სადაც მესამე კანონით, მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მესამე კანონით კონსტანტინოპოლი გაუთანაბრეს თითქმის რომს, ანუ კი თლად არ გაუთანაბრეს, თქვენს რომ ეს არის მეორე რომი, ახალი რომია და რომის მერე დიპტიკებში მოსახსენებლებში დაიკავებს მეორე
მეორე ადგილს. და შემდეგ ეს დაწინაურება, უნდა ითქვას, რომ რომის ეკლესია თავდაპირველად ეს ფრენსის დორნიკმა გაარღვია, ესეც არ შეხვედრია ამას ძალიან ესე დიდი აღშფოთებით. და უნდა ითქვას, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მთავარეპისკოპოსების უპირატესობა რომის პაპებმა მეტნაკლებად მიიღეს. ეს მერე მწვავდებოდა ხოლმე, უკვე მერე უხსნადებდნენ ერთმანეთს, რომ შენ უპირატესობა გინდა და ეს დაუშვებელია და რომი არის პირველი, კონსტანტინოპოლი თავისუფლებებს ამტკიცებდა, ასე შემდეგ. კონსტანტინოპოლის საბოლოო დაწინაურება და ეკლესიაში განსაკუთრებული პრეროგატივის და ადგილის მოპოვება მოხდა ქალკედონის მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ეს არის 451 წელი, რომელიც ცნობილი, ძალიან ცნობილი 28 კანონით, ასე ვთქვათ, და სხვა მეშვიდე და მეცხრე და 28 კანონებით კონსტანტინოპოლს შეუერთდა აზიის, თრაკიის და პონტოს ეპარქიები და მას მიენიჭა საეკლესიო მართლმსაჯულებაში უპირატესობის ადგილი, ანუ ის ადგილი, რაც მანამდე რომს ჰქონდა, კონსტანტინოპოლმაც მიიღო. კონსტანტინოპოლში ჩადიოდნენ, თუ გაურკვევლობა მოხდებოდა მაგალითად სადღაც ბითვინიაში, ან სადღაც კიდევ უფრო შორს, თუნდაც ამის შემთხვევებიც გვაქვს ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეპარქიებში, ესენი და ვერ გაერკვეოდნენ ერთმანეთში, ადგილობრივი პროვინციის ეპისკოპოსი თავის მიტროპოლიტთან თუ ვერ გაარკვევდა საქმეს, ეს საქმე მიქონდათ კონსტანტინოპოლში და განიხილებოდა იქ. 28 კანონი კიდე ასე ვთქვათ, ამტკიცებს კონსტანტინოპოლის უპირატესობას იმ გაგებით, რომ და ამ სხვადასხვა ინტერპრეტაცია არსებობს, 28 კანონის მიხედვით კონსტანტინოპოლს აკუთვნება და ხელი დაასხას ეპისკოპოსებს ბარბაროსთა შორის. ანუ აქ იგულისხმება ის, რომ თითქოს კონსტანტინოპოლს აკუთვნება ხელი დაასხას ეპისკოპოსებს და შექმნას ეპარქიები იმ ადგილებში, სადაც არც ერთი ეკლესიის იურისდიქცია არ ცვალდება. მაგალითად, რაღაც ახალი ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი მოექცა ქრისტიანობაზე, კონსტანტინოპოლი აღზავნის ის ეპისკოპოსს, ხელს ასხამს და აქ აყალიბებს ეპარქიებს. დღეს სწორედ კონსტანტინოპოლი ამტკიცებს ამ კანონის თანახმად, რომ კონსტანტინოპოლს აკუთვნება განაგოს ის მართლმადიდებლური თემები, რომლებიც ცხოვრობენ საკუთარი ეპარქიების გარეთ. აი მაგალითად საქართველოს გარეთ გასულები ხო არიან ქართველები და ცხოვრობენ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში, სერბები, რუმინელები. კონსტანტინოპოლი ამბობს, რომ ეს რაღაც ცალკე ეპარქიები კი არ უნდა შეიქმნას და ის ამ ყველა მართლმადიდებლური თემი უნდა შემოვიდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებაში. აი ეს არის 28 კანონის სხვადასხვა ინტერპრეტაცია არსებობს, იმიტომ რომ შედარებით ის თეოლოგები, რომელსაც უფრო პრომოსკოვური პოზიცია აქვთ ამ კანონს, ასე ვთქვათ, რუსეთი და კონსტანტინოპოლი დღეს ხო დაპირისპირების არენა თანამედროვე საეკლესიო პოლიტიკაში, ისინი ამბობენ, რომ ეს კანონი ამას არ გულისხმობს, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსები, ამ პატრიარქები და კონსტანტინოპოლის ეკლესია ამტკიცებს, რომ ამას გულისხმობს. ნუ მოკლედ ეს თეოლოგიური დავა და ეხლა ჩვენ ისტორიული პერსპექტივა გაინტერესებს, ამაში ღრმად არ ჩავიდეთ. ფაქტი ის არის, რომ ამ სოფლიო საეკლესიო კრებებზე კონსტანტინოპოლი დაწინაურდა ძალიან სწრაფად და მიიღო უპირატესი ადგილი აღმოსავლეთ საქრისტიანოში. ანუ რომის პაპის პრიმატი არ განიცდის მარტო ევოლუციას და ცვლილებას. კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრიმატის და უპირატესობას განიცდის ევოლუციას და ცვლილებას ამ საუკუნეების განმავლობაში. აქვე მინდა მადლობა უთხრა სკოლა არქიმედეს, რომლის სტუდიაშიც ვიწერთ ამ შესანიშნავ ეპიზოდს. სანამ გადავალთ, აი უშუალოდ მე საქართველოს საკითხი ძალიან საინტერესო არის, განსაკუთრებით აი როდის იგრძნობა, ასე ვთქვათ, გარკვეული გავლენა იმ ბიზანტიურ ლათინურ დაპირისპირებისა. თვითონ 1054 წლის ამბავიც, აი რას ვეძახით ჩვენ სქიზმას. მოხდა ხო ეს ლეგატებსა და კერულარიოს შორის ეს რაღაც დაპირისპირება და რასაც უწოდებთ სქიზმას, მაგრამ აი რა იყო ამის საფუძველი, რატომ მოხდა საერთოდ ეს მოვლენა და აი იმ მომენტში რა გავლენა ქონდა ან ერთ ან მეორე მხარეზე? აქამდე, ესე იგი, მე-11 საუკუნემდე კიდე ერთი-ორი სიტყვით უნდა ვახსენო ფოტიოსის სქიზმა, იმიტომ რომ მაგის გარეშე ვერ გავიგებთ უბრალოდ აღმოსავლეთ დასავლეთის ურთიერთობას. ფოტიოსი, რომელიც ელისკაცობიდან აღიყვა პირდაპირ დასვეს პატრიარქის ტახტზე, სწრაფად გაატარეს ეს ყველა საეკლესიო ხარისხი, იმიტომ რომ მიქაელ მესამემ პოლიტიკური მოსაზრებები დაამხო 857 წელს პატრიარქი იგნატიოსი, ზოგან არის 858 წელი მითითებული და დასვეს მის ადგილას პატრიარქი ფოტიოსი. ნიკოლოს პირველს ეს არ მოეწონა, გააგზავნა ლეგატები რომში, რათა ლეგატებს განეხილათ ფოტიოსის საკითხი და დაეცნოთ კანონიკური იყო თუ არა მისი ხელდასხმა. ლეგატებმა ფოტიოსთან, ასე ვთქვათ, მოაგვარეს ურთიერთობა და დაბრუნდნენ უკან რომში და რომის პაპს უთხრეს, რომ ყველაფერი კანონიკურად იყო, არაფერი პრობლემა არ არის. ფოტიოსის გაპატრიარქება ნიკოლოს პირველს ეს არ მოეწონა. ნიკოლოს პირველმა ადგა და 863 წელს ფოტიოსი გადაცა ანათემას.
ფოტიოს პასუხი არ გაუწია ნიკოლოზ პირველის დუმილი თუ პასუხი რამდენიმე წლის განმავლობაში ფოტიოსი დუმდა მას საპასუხო ანათემა მისთვის არ შეუძლია და თვითონ ფოტიოსის წერილებში ჩვენ ძალიან აშკარად გვაქვს დაფიქსირებული ფოტიოსი განიხილება რაღაც ანტილათინო და რაღაცა საძულველ ლათინთაცვის საძულველ მოღვაწეს და ბიზანტიელი ასე ვთქვათ ფანატიკოსი რელიგიური ჯგუფები მას ყოველთვის განიხილავდნენ როგორც ასე ვთქვათ რომის პაპის მთავარ მტერს და რაც აბსურდია არაფერი არ დასტურდება ფოტიოსი აღიარებდა რომის პაპის უპირატესობას ის პეტრე მოციქულის მემკვიდრე, მაგრამ ფოტიოს არ მოეწონა ძალიან, როდესაც ბულგარეთში, რომელიც ილირიის ტერიტორიასაც ფარავდა, ნიკოლოზ პირველმა გააგზავნა თავისი მისიონერები. არ მოეწონა ეს ამბავი, იმიტომ რომ ამ დროს უკვე მოექცა ქრისტიანობაზე ბიზანტიელებთან დამარცხდა ბულგარეთის ხანი ბორისი, რომელმაც მიქაელი დაირქვა და ეს ბორისი არის, ესე ვთქვათ, შუაში, აქეთ არის დასავლეთ საქრისტიანი, აქეთ რომი, აქეთ კონსტანტინოპოლი. ხან აქეთკენ გადმოიხრება, ხან იქეთკენ გადმოიხრება. ჯერ გადაიხარა რომის პაპისკენ ეს ფოტიოს არ მოეწონა და ასე თუ მოიწვია კრება 867 წელს და ნიკოლოზ პირველი გადასცა ანათემას. გამწვავდა რა თქმა უნდა ძალიან ასე ფოტიოსის განხეთქილება სქიზმა ძალიან სერიოზული ეპიზოდია ამ პერიოდში და ჩანს აი ამ პერიოდში უკვე გაუცხოება რაც შენ თქვი რომ რაღაც აღმოსავლურ იმპერიად უფრო აღიქვამენ აქ უკვე ხშირად წერილებში რომის პაპი და მისი წარმომადგენლები აღმოსავლეთის იმპერიას ბიზანტიას ეძახენ ბერძენთა სამეფოს და იმპერიას და არა რომაელებს და იმიტომ თქვენ ბერძნულად ლაპარაკობთ და განერტნო დაგიძახოთ რა თქმა რომაელებიო მაშინ როცა ბიზანტიელები თავიანთ თავს რომაელებად თვლიდნენ და აი პოლიტიკა გაახსენა უცებ ბრჭყალებში გაახსენა რომ თურმე საწესრიგო განსხვავებები იყო და ნუ წავიდა იქ რა თქმა უნდა კამათი რომ თქვენ ახმიადით აღასრულებთ თქვენ ასე წიდავთ თქვენ ეს წესრიგება გაქვთ შაბათის მარხვას იცავთ ეს არ შეიძლება ეს არ შეიძლება და მოკლედ ძალიან გამწოვდა დაპირისპირება და აი აქ პირველად შეიძლება ითქვას პირველად იჩენს თავს ძალიან მნიშვნელოვანი თეოლოგიური პრობლემა რომელიც გადახლართულია პოლიტიკაში ეს არის ფილიოკვას პრობლემა რომელიც რომის დასავლურ ქრისტიანობაში გამოჩნდა პირველად მე-6 საუკუნეში 599 წელს ტოლედოში ჩატარდა საეკლესიო კრება, როდესაც ვიზიგოთების მეფემ გადაწყვიტა, რომ ვიზიგოთების მეფე მოქცეულიყო საბოლოოდ, ასე ვთქვათ, რომაულ ქრისტიანობაზე და უარი იყო არიანელობა, იმიტომ რომ მოგვეხსენება, რომ მე-4 საუკუნიდან გოთები აგუნფრილა შემდეგ არიანელები იყვნენ 599 წელს და აი აქ პირველად მრწამში მათ ჩაამატა ფილიოკვა. ფილიოკვა ეს არის დაძისაგან. ლათინური სიტყვა ამას ნიშნავს და ლაპარაკია აქ რომ სულიწმინდა გამოდის არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგან. მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა თვალთახედვით ისინი რომელიც ფილიოკვას ეწინააღმდეგებოდნენ ეს არღვევს ბალანს სამების ჰიპოსტაზებს შორის, იმიტომ რომ აქ ეხლა ძალიან მოკლედ დავხსნით ძალიან ცოტა რთული საღვთისმეტყველო ის არის თემა, მაგრამ სამებას უნდა შევეხო, რა არის სამების დოგმატი ფილიოკვას ამის გარეშე ვერ გავიგებ და მე ვერ გავიგებ ვერც ფერარა ფლორენციას და ვერც 54 წლის დაპირისპირებას. წმინდა სამებაში ჩვენ მოგვახსენება რომ გვაქვს ესე იგი ეკლესია აღიარებს სამ ჰიპოსტაზს ეს არის მამაძე და სულიწმინდა. მამაძე და სულიწმინდა არის არსით ან ბუნებით ამ შემთხვევაში ბუნება და არსი არის აბსოლუტურად ერთადერთი იგივეობრივი ერთმანეთის. მათ აქვთ ერთი არსი ანუ ერთი ბუნება. ხა ბუნება და არსი რა არის? მე და შენ ვართ ორივე ბუნებით და არსებით ადამიანები. გვაქვს ის საერთო ადამიანური თვისებები რომლის საფუძველზეც მე და შენ ორივე ვითვლებით ადამიანებად. ხო, ბევრი თვისება ისო მოკვდავობა და ასე ვთქვათ ხორციელი მასე ფიზიკური არსებობა და ტკივილის განცდა და ბევრი რაღაც ადამიანობა შეადგენს. ადამიანობას არ შეადგენს. მაგრამ მე და შენ გავსხოვდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ შენ ცალკე პიროვნება ხარ, იმიტომ რომ ინდივიდუალური თვისებები გაქვს სხვა და მე სხვა ინდივიდუალური თვისებები მაქვს. ამიტომ ნიკა და შოთა ეს ორი განსხვავებული, ერთმანეთსგან განსხვავებული პიროვნება, განსხვავებული ჰიპოსტაზი შეიძლება ასე ვთქვათ. სამებაში როგორ გვაქვს საქმე? სამება არის ბუნებით აბსოლუტურად ერთასი, სამივე ჰიპოსტაზი ერთმანეთის აბსოლუტურად თანაბარი, იქ არ არის განსხვავება, არიანელობის წვალება იყო, რომ ძეღმერთი ეს უფრო დაბალი რანგის იყო და არ იყო სულად ღვთაებრივი და ეკლესიამ ეს მიიჩნია ესად. და მაგრამ სამი პიროვნება გვაქვს სამებაში, თუ მამაძე და სულიწმინდა სამი ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნება, ეს სამი ღმერთი ყოლია. ხო, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. მაგრამ აქ ჩვენ რადიკალური მონოთეიზმიც არ გვაქვს. ესე იგი, გვაქვს ერთი ღმერთი, სამი ჰიპოსტაზი და ეს ჰიპოსტაზი განსხვავდებიან არა მრავალი თვისებით ერთმანეთისგან, არამედ განსხვავდებიან მხოლოდ ერთი ჰიპოსტაზური თვისებით. მამის თვისება არის მამობა,
ის არის არხე, საწყისი, ძისთვის,ება ძეობა, ის აბსოლუტურ მიმართებაშია მამასთან როგორც ძე და იწოდება მხოლოდ ძე, ხოლო სულიწმინდის ერთადერთი ჰიპოსტასური თვისება არის გამომავლობა მამისგან. ანუ ამ მხოლოდ ამ მესმის ხა ძალიან ისეთი, მაგრამ ზოგადი ხარამთვისი რამდენად კარგად ვსწავლე არ ვიცი, მაგრამ და სულიწმინდის თვისება არის გამომავლობა მამისგან. თუ ამ რომელიმე ჰიპოსტას დაემატა რომელიმე სხვა თვისება, ამ შემთხვევაში დისბალანსი გვაქვს, ასე ვთქვათ, დაირღვევა ეს ჰარმონია და სულ იგივეობა სამებისა, ბუნებითი იგივეობა და ჰიპოსტასები თავიანთი უნიკალურობას კარგავენ და უკვე გვაქვს სერიოზული პრობლემა, რამაც შეიძლება ასე ვთქვათ, თუ მამა არის არხე საწყისი და სულიწმინდისთვის და ძეც არის არხე, ანუ საწყისი სულიწმინდისთვის, აქ უკვე ჰიპოსტასური განსხვავება იკარგება და საფრთხე დგება, რომ ეს ჰიპოსტასური განსხვავება მამასა და ძეს შორის დაიკარგოს. და მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგადად ამას სერიოზულ ერესამდე მივყავართ. ასე გაიგო ზოგიერთმა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველმა, რომელიც რომის პაპს უპირისპირდებოდა, ეს დოგმატი, რომ სულიწმინდა გამოდის როგორც მამისგან, ასევე ძისგანაც, ანუ სულიწმინდის პირველ მიზეზი არხე არის როგორც მამა, ასევე ძე. და რა თქმა უნდა, მათთვის ეს იყო, ესე ვთქვათ, სერიოზული ერესი, სერიოზული დარღვევა, ტრინიტარული ღვთისმეტყველების, რომელიც ჩამოაყალიბა ბასილი დიდმა, კაბადოკიელმა და უპირველეს ყოვლისა გრიგოლ ღვთისმეტყველმა. სწორედ ამიტომ განეკუთვნა მას ეს წოდება ეკლესიაში ღვთისმეტყველისა. და აქ თავს იჩენს ფილიოკვე, რომელზეც ვერ შეთანხმდნენ, სერიოზული კამათით მიმდინარეობდა პოლემიკა ფილიოკვესთან დაკავშირებით და ნუ ერთმანეთს აბრალებენ, ასე ვთქვათ, დარღვევას კანონიკის და კანონიკურ და დოგმატურ დარღვევებს, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ფოტიც დაამხეს, ასე ვთქვათ, ბასილი მაკედონელი 867 წელს მოვიდა გახდა იმპერატორი. ფოტიმ გადაწყვეტა, რომ ბასილი მაკედონელთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა და მოიგონა შეთხზა ბასილი მაკედონელზე, რომ თითქოს ის იყოს სომეხი არშაკიდების, ანუ პარტიელი არშაკიდების შთამომავალი, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან ვერ უშველა და ბასილი მაკედონელმა პატრიარქი ფოტიოსის დაამხო 867 წელს და დააგმობინა კრებას 869-70 წლის კრებას. საბოლოო ჯამში და დააბრუნა ეგნატე. ეგნატე 877 წელს გარდაიცვალა და ფოტი აღადგინეს ისევ თავის ხარისხში და 879-80 წლებში გაიმართა კრება, რომელსაც უფრო შემრიგებლური პოზიციები ჰქონდა რომის ეკლესიასთან, ბევრი ზამთრების შეხედულება ამ კრების დადგენილებები მიიღო თუ არა რომის ეკლესიამ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს კრება ხშირად იწოდება ხოლმე, ან ხანდახან იწოდება ხოლმე მერვე მსოფლიოს საეკლესიო კრებად მართლმადიდებელ ტრადიციაში. იმდენად მნიშვნელოვანი იყო 879-80 წლის კრების, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა, რამაც ასე საბოლოოდ, ასე ვთქვათ, ფოტის დაუბრუნდა ღირსება. თუმცა ფოტი მე მაინც დაამხეს და გაუშვეს საბოლოო ჯამში ლეონ ბერძენის დროს მონასტერში. ასე დასრულდა ეს განხეთქილება. უნდა ითქვას, რომ რომის ეკლესიას ოფიციალურად თავის საწუნოების სიმბოლოში არ ჰქონდა ჩამატებული ფილიოკვე. და 1054 წელზე ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იყო. 1054 წელს არ ჰქონდა საერთოდ არანაირი მნიშვნელობა, ეხლა მართალია ვთქვათ, 1009 წლის ორი სერგის სქიზმა. იმიტომ რომ რომის პაპს ერქვა სერგი მეოთხე და კონსტანტინოპოლის პატრიარქს ერქვა სერგი მეორე. და აქ დადგა დიპტიხებში რომის პაპის მოხსენების პრობლემა, იმიტომ რომ რომის ეკლესიამ საბოლოოდ ჩამატა ფილიოკვე საწუნოების სიმბოლოს. რომის ეკლესიამ რატო გადმოიღო ტოლედოსგან, რატო ჩაამატა ეს საწუნოების სიმბოლო, იმიტომ რომ მათ გოთემა რატო გააკეთეს ეს ვიზიგოთემა თავის დროს, იმიტომ მათ უნდათ არიანელობის საპირისპიროდ ხაზი გაეცვათ ძეღმერთის ღვთაებრიობისთვის. ძეღმერთის ღვთაებრიობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისგანაც გამოდის სულიწმინდა და ამას კიდე აუხსნი რას გულისხმობდნენ ლათინი ქრისტიანები და რა თქმა უნდა ეს უცხო იყო მართლმადიდებლური აღმოსავლეთისთვის. და კიდე ერთხელ ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიპტიხებში რომის პაპის სახელი 1009 წლიდან აღარ ხვდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ორი ეკლესია ერთმანეთს ერეტიკულად აღიარებდა. არანაირად არ აღიარებდნენ, იმიტომ რატო არ წარმოიშვა, მაგალითად რატო არ დადგა 1009 წლის მერე ფილიოკვეს საკითხი ამ ორი ეკლესიის ურთიერთობაში და რატო არავინ არ ამხილა, ასე ვთქვათ, ერეში რომის ეკლესია და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ისევ პოლიტიკა იყო ჩარეული. და ბარემ 1054 წლის ამბებზეც მივარ რა მოხდა და როგორ მოხდა უფრო დაწვრილებით ავხსნი.
გამოჩნდნენ, ასე ვთქვათ, შემთხვევით კარგად ცნობილი ხალხი ჩრდილოეთ საფრანგეთიდან, რომელმაც, ასე ვთქვათ, შემოვიდნენ ხმელთაშუა ზღვაში და მოვიდნენ იტალიაში და საკმაოდ, ასე ვთქვათ, იმით ბრუტალური სამხედრო ძალით გამოირჩეოდნენ, ციხესიმაგრეებს იპყრობდნენ და მერე აიძულებდნენ ადგილობრივებს დამორჩილებოდნენ მათ ნორმანები, რა თქმა უნდა, რობერ გვისკარი. რობერ გვისკარი თორსტომ საყვარად ითარგმნება თუ რაღაც ეგეთი ესე წოდება მიიღო, რომ უკიდურესად აგრესიული სამხედრო ლიდერი იყო და სიცილიაში მათ სამეფო დაარსეს. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამეფო შუა საუკუნეებიდან, საერთოდ უნიკალური, ხო, კი, უნიკალური, ასე ვთქვათ, კულტურის, იმიტომ ძალიან ბევრი კულტურა მოზაიკა იყო. ხო, არაბულიც არის, იქ ადგილობრივიც არის, ნორმანული და. კი, და თუ არ ვწდები, ფრიდრიხ მეორე ძალიან ესეთ მოხიბლული იყო ამ სიცილურ ამ კულტურით, ამ. კი, მას შემდეგ რაც ნეაპოლში ჩავიდა. ხო, კი, სამხრეთში. სადაც დაარსა სხვა შორის ნეაპოლის უნივერსიტეტი, რომელიც ითვლება პირველ საჯარო უნივერსიტეტად სოფლიოს ისტორიაში. ნეაპოლის უნივერსიტეტი, ხო. და ნუ ფრიდრიხ მეორე ზოგადად ისეთი კაცი იყო, რომ ესე სოფლიოს აუცილებლად ეძახდა. ხო, კი. და ამ დროს ნორმანები იპყრობენ იტალიას და რომის პაპს ეს არ მოეწონა. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ თავდაპირველად რომის პაპი და კონსტანტინოპოლის და პატრიარქი და იმპერატორი იყვნენ ერთ ბანაკში. იმიტომ რომ იტალიაში ბიზანტიას ჯერ კიდევ ჰქონდა სამფლობელოები და ამ სამფლობელოების მართლად იყო არგირუსი. კი. და ამ სამფლობელოების მართველი იყო არგირუსი, რომელიც ლათინურენოვანი იყო, მაგრამ ბიზანტიელი მოხელე იყო, რომელიც საბოლოო ჯამში მერე ასე ვთქვათ კომპლექსში შევიდა პატრიარქთან და იმპერატორთანაც. 1053 წელს პაპისა და ბიზანტიელთა კოალიცია დამარცხდა ნორმანებთან და უკვე შემდეგ პაპი იძულებული გახდა, რომ ხელახლა დაიწყო მოლაპარაკებები ბიზანტიის იმპერატორთან ნორმანებთან დაკავშირებულ საფრთხეზე. მერე უკვე პაპი ნორმანების მოკავშირე გახდა და ნორმანები ტერიტორიას იტალიაში რო იპყრობდნენ, ისინი დევდნენ ბერძნული წესის ქრისტიანებს იქიდან, მაგალითად ბასილი კალაბრიელი გამოდიოდნენ, იმიტომ სამხრეთ იტალიაში ბიზანტიური წესის ქრისტიანობა იყო ძალიან დომინანტური და გაბატონებული. კალაბრიასა და სიცილიაში განსაკუთრებით. ბერძნული მონასტრები დიდი ხნის განმავლობაში შემორჩნენ და ბიზანტიური გავლენა დიდი ხნის განმავლობაში შემორჩა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ლეონ მეცხრე, რომელიც თვითონ ჰაინრიხ მესამის ძმისშვილი იყო და ასე ვთქვათ გერმანული გავლენა ჰქონდა ძალიან, ლეონ მეცხრემ გამოაგზავნა თავისი ლეგატები კონსტანტინოპოლში. კონსტანტინოპოლში ლეონ მეცხრემ გამოაგზავნა რომის პაპის კანცლერი ფრიდრიხი, პეტრე ამალფიელი, სამხრეთ იტალიაში ამალფიის ეპისკოპოსი და რა თქმა უნდა ძალიან ამბიციური და ძლევამოსილი კარდინალი ჰუმბერტ დე სილვა. ლეგატები ჩამოვიდნენ კონსტანტინოპოლში და უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიქაელ კერულარიოს. მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. და იქაც დავაკამათი ჰქონდათ არა დოგმატურ ღვთისმეტყველებაზე, არამედ ვინცად დაჯდებოდა. ადგილები ვერ გადაინაწილეს და ამაზე მოუხდათ დავაკამათი. მიქაელ კერულარიოს ხმა არ მოუღია, არაფერი არ უთქვამს ლეგატების წინააღმდეგ, აბსოლუტურად არაფერი. მიქაელ კერულარიოს აბრალებდნენ, რომ ისინი მან დაავალა ლეონ ოქრიდის ეპისკოპოსს, დღეს მეგონი მაკედონიაშია, დაეწერა ანტილათინური თხზულება. იმან კი დაწერა, მაგრამ მიქაელს არ დაუვალებია, არ დასტურდება ეს. ანუ მიქაელი ითვლება ფოტიოსის გასვლა რაღაცა მგზნებარე ლათინით მოძულე, იმათ რა ქვია, პატრიარქად, რომელსაც ეზეზღებოდა, რომელიც არ ძალაუფლების მოყარე კაცი იყო, ამბიციური, მაგრამ არ დასტურდება, რომ მას რაღაც განსაკუთრებული მტრობა ქონოდა იმასთან, რა ქვია, რომის პაპებთან. ხმა არ მოუღია, მაგრამ რადგანაც, ასე ვთქვათ, ლეგატები მას აბრალებდნენ, რომ ის იყო, ასე ვთქვათ, ედგა სათავეში ანტილათინურ პროპაგანდას და ლათინთა კრიტიკას ბიზანტიის იმპერიაში, ლეგატებმა ის საბოლოო ჯამში გადასცეს ანათემას. 1054 წლის 16 ივლისს, დილას ალბათ ღვთისმსახურების დროს, ისინი შევიდნენ აია სოფიაში და აია სოფიაში ვინც არ ნაყოფა კაი მანძილის გავლენა მოუწევდათ კარიდან საკურთხევლამდე, საკურთხეველზე აიჭრნენ და ანათემის ბულა დადეს იმას, რა ქვია, ტრაპეზის ქვაზე. ეს ნიშნავდა იმას, რომ მათ ანათემას გადაცეს მიქაელ კერულარიოსის სრულიად უკანონოდ, იმიტომ ლეონ მეცხრე პაპისგან მათ ეს კურთხევა არ ქონიათ. ლეონ მეცხრემ საერთოდ არ იცოდა რა ხდებოდა კონსტანტინოპოლში, იმიტომ რომ რომიდან კონსტანტინოპოლამდე გჭირდებოდა ან 1 თვე ან 52 დღე რომ ჩასულიყავი და WhatsApp-ით ვერ დაურეკავდა და Zoom-ში ვერ ჩაერთვებოდა. ანუ არც იცოდა რომ გარდაიცვალა მერე მაგ დროს ლეონ მეცხრე. შესაბამისად, არავითარ სქიზმაზე ლეგატებმა უკანონოდ გადაცეს. მიქაელ კერულარიოს ხმა არ მოუღია, ეს ბულა აიღო, მიუტანა იმპერატორს, კონსტანტინე მეცხრემ ονομას და უთხრა, რომ ასეთი რაღაცა მოხდა. იმპერატორი გაბრაზდა და ენდემუსა მუდმივ მოქმედ
კრებას, საეკლესიო კრებას კონსტანტინოპოლში უბრძანა ლეგატები გადაეცა თანათემაზე, არა რომის პაპი ლეგატები. შესაბამისად, ეს იყო და ეს მეტი არაფერი. ანუ რა დიდ სქიზმაზე არის ლაპარაკი, რა დიდ განხეთქილებაზეა ლაპარაკი, რა ერთმანეთის ანათემიდებაზე და ერესი არის ლაპარაკი, არაფერი მსგავსი არ მოხდა. ლეგატებმა გადაცეს უკანონო პატრიარქი, იმას რა ქვია, ანათემას და რომის პაპმა ეს არ იცოდა. არ იცოდა და მე გარდაიცვალა და მე გარდაიცვალა 40 იმავე წელს თუ არ ვთქვი, გარდაიცვალა ბიზანტიის იმპერატორიც. ამიტომ ეს და იმ პერიოდში, ხო, ეს რაღაცა დიდ და მეხის გავარდნად მორწმუნე ერს, ასე თქვა, მრევლ სასამართლობას არ შეუფასებია. ბერმა მივიწყა, რომ საერთოდ ეს განხეთქილება მოხდა. გვიან გაიხსენეს უფრო შედარებით. კიდევ ერთხელ ეს რთული პროცესი იყო და სქიზმაზე თუ ლაპარაკობ და გაუცხოებაზე 1204 წლიდან შეიძლება ეს ვილაპარაკოთ, როდესაც ევროპელმა ჯვაროსნებმა მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობაზე დროს იმის მაგივრად წასულიყვნენ მუსლიმებთან ებრძოლათ, აიღეს კონსტანტინოპოლი და საშინელებები დაატრიალეს. ახლა ფაქტი ასპაქტია, ფაქტი. თანაც ეს მეოთხე ჯვაროსნები თვითონ იყვნენ გამკვეთილები რომის პაპისგან. რომის პაპისგან, ინოკენტი მესამემ, ხო, ინოკენტი მესამემ დაგმო მათი აქაც აი კარგად ახსენე და დამოუწდებოდა ეგ ჯვაროსნების დამოკიდებულება აღმოსავლეთ ქრისტიანებისგან სხვანაირი იყო. იმათ არ იცოდნენ განსხვავებით ერეტიკოსი რა იყო, სქიზმატი იყო, ვიღაცას ერეტიკოს, ვიღაცას და რომის პაპის ოფიციალური ეკლესიის დამოკიდებულება სხვა იყო. ეს ძალიან კარგად ჩანს მაშინ, როდესაც რომის პაპმა აღმოსავლეთში, კერძო კი ანტიოქიის მისადგომებთან გაგზავნა თავისი წარმომადგენელი კარდინალი ადემარი. ადემარი გამოირჩეოდა, კი ბატონო, ადემარი გამოირჩეოდა აღმოსავლეთ ქრისტიანებისადმი კეთილგანწყობით და ის თხოვს, არის ერთი შემთხვევა, ანტიოქიის პატრიარქს ხელი დაასხას ერთ-ერთ ლათინ სამდელოთაგანს. ანუ აქ არ გვაქვს რეალურად, ანუ თხოვს რომ ხელი დაასხას. სერიოზული განხეთქილება იწყება 1100 წლიდან, როდესაც პარალელური იერარქია იქმნება, როდესაც ანტიოქიის პატრიარქი, ბერძენი პატრიარქი მორბის ანტიოქიიდან, ადემარის სიკვდილის მერე, იქ უკვე ჯვაროსნები თავის შუაზე აკეთებენ ყველაფერს და რომის პაპსაც დიდას არ უსმენდნენ, მით უმეტეს ხა ბიზანტიის იმპერატორს და იმას და აქ იქნება უკვე პარალელური იერარქია. აი უკვე აქ გვაქვს სერიოზული, ასე ვთქვათ, ნაპრალი, რომელიც არ არის ბოლომდე არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაღაცა ის არის გადამწყვეტი ისა, მაგრამ სერიოზული ნაპრალი, როდესაც ახლა პარალელური იერარქია იქნება ლათინური იერარქიასგან და ბიზანტიური იერარქიას და ეს სერიოზული ნაპრალია და თუმცა იქ ანტიოქიის ლათინ ეპისკოპოსს დაემორჩილნენ ადგილობრივი ბიზანტიური მონასტრები, მათ შორის ქართული მონასტერიც იყო ანტიოქიის ლათინი პატრიარქის ხელქვეით და 1204 წელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისა რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანობა ბიზანტიურს ახლა ვაქცე ყურადღება საბოლოოდ გაუწყობდა ერთმანეთისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ კრებსეთი დადგენილება, რომ ლათინთა სწავლება, დასავლურ ქრისტიანთა სწავლება ეს არის ჩამოყალიბებული ერესი და ჩვენ არ ვიღებთ მაგას, გვაქვს მხოლოდ 1493 წელს და მერე უკვე 1672 წლის იერუსალიმის კრება, მერე 1755 წლის კრება, მერე უკვე მე-19 საუკუნეში აღმოსავლურ პატრიარქთა ეპისტოლე 1858 წელს უკვე ისინი იმეორებენ ერთმანეთს მიყოლებით, რომ კი რომაული კათოლიციზმი და ტრიდენტის კრების მერე უკვე რომაული კათოლიციზმმა უკვე ჩამოყალიბებული სახე მიიღო არა მარტო აღმოსავლურ ქრისტიანებთან, არამედ უპირველეს ყოვლისა რეფორმაციასთან დაპირისპირებაში, ხო და ეს კონფესიური იდენტობა უფრო გვიანელი მოვლენა, აი შენ კათოლიკე ხარ, მე მართლმადიდებელი და ერთმანეთი გვეზიზღება და შენის აი ეს უკვე ამანაც ევოლუციის ხანგრძლივი გაიარა, რომელიც 1204 წელს დაიწყო, როდესაც ევროპელმა ჯვაროსნებმა მხეცურად დაარბიეს. ხო, მაგრამ დაიწყო არა რელიგიური დავით, არამედ პოლიტიკური მოვლენით ამ შემთხვევაში. პოლიტიკური მოვლენა იყო. ანუ პოლიტიკა ეს ჭრილობა რო გაქვს და მარილს რო აღარ შეიძლება პატარა ჭრილობა იყო, მარილს რო აღარ იყო საშინელი ტკივილია, ხო? და პატარა ცეცხლია და შენ დავცალს ხამ და ეს ცეცხლი გიზგიზებს. ეს იყო რომ იყო კი განსხვავებები იქ ერთმანეთის საწაშოულებო და ფილიოკვე არ არის, ფილიოკვე მოხსნილი პრობლემაა უკვე მაგაზეც ვიტყვი. იყო ეს განსხვავებები, მაგრამ ამასო პოლიტიკა ცეცხლზე, პატარა ცეცხლზე დავცალს ხამ და ეს ზიზღი ბიზანტიელებს შორის არ ზუსტად განელებულა. ეს შეერჩათ კონსტანტინოპოლის დაცემის მერეც და ეს ზიზღი რაც ეს ტრამვა რაც კონსტანტინოპოლის აღება გამოიწვია ბიზანტიელებში საუკუნეების განმავლობაში, იმიტომ ის შედგა მეც ლიონის უნია 1274 წელს და იმიტომ ჩავარდა 1429 წელს მიღებული უნია ფლორენციაში. იქ საღვთისმეტყველო საკითხები გადაწყვეტეს რეალურად. ფილიოკვეზე შეთანხმდა ორივე ეკლესია, მაგრამ ერმა არ მიიღო მერე. ეს ფილიოკვეს დადგენილება. ფილიოკვეზე რა შეიძლება ითქვას, რომ ფილიოკვე ეს არის დღეს უკვე მოხსნილი საკითხი. ფლორენციის კრებაზეც მოიხსნა საკითხი, იმიტომ რომ
ლათინებსაც თუ ძალიან ასე ვთქვათ დეტალურად ჩაუკვირდებით ლათინურ ენას, ზუსტად იგივენაირად ესმით ფილიოკვე, როგორც ბიზანტია ღვთისმეტყველებს. ლათინელები არ ამბობენ, იმიტომ ლათინურად იყენებენ ბერძნულს აიტიას, მაგრამ აიტიას არ ხმარობენ ლათინები არხეს ნიშნულობით, ანუ პირველ საწყისის ნიშნულობით. ლათინები ამბობენ, რომ მხოლოდ პირველ საწყისის სულიწმიდის გამომავლობა ხდება, სულიწმიდა გამოვალს მხოლოდ მამისგან, მაგრამ როგორც მართლმადიდებელი ამბობენ ძის მეშვეობით. ანუ ლათინური გაგება ფილიოკოსი იგივეა, რაც მართლმადიდებელთა გაგება. აქ ასებითი განსხვავება არ არის და ფლორენციის კრებაზე პაპი ევგენიუსი ამას ძალიან კარად ასე ვთქვათ ამბობს, აცხადებს 1439 წლის ივლისის მიღებულ ბულაში, რომ ჩვენ როგორ ვამბობთ, ბერძნები ცოტა სხვანაირად ამბობენო და ლათინები ჩვენ ცოტა სხვანაირად ვამბობთ, განსხვავებული სიტყვებით, მაგრამ არსი იგივე არისო. და მაქსიმე აფსარებელი ამას ამბობდა, რომ დასავლელი ქრისტიანები მამას ძეს არ განიხილავენ პირველ საწადსაც, საიდანაც სულიწმიდა გამოდის. მაქსიმე აფსარებელი წელს ფილიოკვე არ ადასოერეს. პირდაპირ ამბობს, მაქსიმე აფსარებელი მე-7 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვთისმეტყველი ამბობს და იცავს რომელთა ეკლესიას, რომ რომაელები ამას არ განმარტავენ ისე, როგორც ბევრს ესმის და ეს არ არის ერესიო რა. ანუ ფილიოკვეც არ იყო რეალურად განხეთქილების ასე ვთქვათ ვაშლი, არ გამოდგებოდა განხეთქილების არ იყო ეს რეალ პოლიტიკა რო არ ჩარეულიყო. ფილიოკოს საკითხი მოგვარდებოდა ძალიან მარტივად. ისე უფრო დიდი პრობლემა იყო რომის პაპის ასე ვთქვათ შეუზღუდავი გაზრდილი ძალაუფლება და რომის პაპის დიქტატი, რომლისთვისაც აღმოსავლელი ქრისტიანებისთვის ესეც ხო იყო. აღმოსავლელი ქრისტიანები თანხმდებოდნენ, კი ბატონო, რომის პაპი არის არბიტრი, რომის პაპს აქვს ერთმნიშვნელოვანი უპირატესობა ეკლესიის, მსოფლიო ეკლესიაში, მაგრამ ის რაც პაპის დიქტატში გრიგოლ მე-7-მ ჩამოაყალიბა დებულებები, რომ რომის პაპს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება მთელ ეკლესიაში და ვისაც და რასაც უნდა რასაც საჭიროდ თulis იმას აკეთებს და მისი დადგენილებები ერთმნიშვნელოვნად კანონი ძალა აქვს და მსოფლიო კრებების მნიშვნელობა მცირდება, ან ზოგადად საეკლესიო კრებების, ეს აღმოსავლელი ქრისტიანებისთვის მიუღებელი იყო. აი რა შეიძლება ითქვას საქართველოსთან დაკავშირებით ამ კუთხით, იმიტომ რომ აი ჩვენთან ახლა მაგალითად ისეთი წარმოდგენა არსებობს საზოგადოებაში, რომ თითქოს აი სქიზმა მოხდა 1914 და მე უცებ ეს რაღაც აღმოსავლეთში ყველაფერი შეიცვალა და უპირისპირდნენ და ისინი გამიჯნეს როგორც კათოლიკეები, ისინი იყვნენ როგორც ერესის წარმომადგენლები და შემდეგ და ანუ აი ძირითადი წარმოდგენა ამგვარი არსებობს ხოლმე, მაგრამ აი მე ისტორიული წყაროები მე-12, მე-13, მე-14 მე-17 საუკუნეებამდეც კი პრინციპში არ ჩანს თითქოს არსად არ იკითხება ხოლმე რომ აი ამგვარი დაპირისპირება არსებობს. უფრო მეტად აღიქვამენ იგივენაირად როგორც მაგალითად ბერძენს ამ შემთხვევაში, მაგრამ არის რაღაც კონკრეტული შემთხვევები, რომელშიც იკითხება რომ ისინი მაგალითად ბიზანტიურ ეკლესიის მხარეს უფრო არიან ამგვარ დებატებში. აი რა შეიძლება ითქვას, როდის იგრძნეს საქართველოში გარკვეულწილად აი ამ ბიზანტიელებსა და ლათინებს შორის ეს დაპირისპირების არსი და აი რამდენად განსხვავებული იყო ქართული შეხედულება თუნდაც იგივე ფილიოკვეს ეხება ეს თუ იმ წესჩვეულებებს, რომელიც არსებობდა ეკლესიაში, დასავლურისგან განსხვავებული. 1755 წელს იგრძნეს, როდესაც დაამხეს ანტონ პირველი კათალიკოსი. მანამდე საქართველოს ეკლესიას არასდროს არ უღიარებია კათოლიკის კათოლიკე ეკლესია ერეტიკულად. საქართველოს ეკლესიას ჰქონდა ევქარისტიული კავშირი რომის პაპთან აშკარაა, იმიტომ რომ იხსენიებდა რომის პაპას, იმიტომ რომ ქართული შუა საუკუნეების ქართული დოკუმენტები გვეუბნება ამას. საქართველოს ეკლესიას არასდროს არ გამოუცხადებია 1755 წლამდე, სანამ როცა დაამხეს ანტონ პირველი, ანუ 700 წლის მერე ეგრეთ წოდებული დიდი სქიზმიდან ამ საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეკლესია ყოველთვის ზად იყო ეღიარებინა პაპის პრიმატი, მიეღო ფილიოკვეც, თუმცა ფილიოკვეზე ასე კონკრეტული თეოლოგიური დისკუსია ქართველებსა და რომაელებს შორის მე არ მახსენდება, მაგრამ ბუნებრივია ხო რომის სარწმუნოებას იღებდნენ, კათოლიკოს პატრიარქები იღებდნენ რომაულ სარწმუნოებას, ბუნებრივია ფილიოკვესაც აღიარებდნენ. ამიტომ არავით არის 1054 წლის ეგრეთ წოდებული სქიზმის, დიდ სქიზმასაც აღარ დაუძახებ ეგრეთ წოდებული სქიზმის კვალი ქართულ რომაულ საეკლესიო ურთიერთობებში არ ჩანს. ქართველების ყოველთვის გამოარჩევნდათ განსაკუთრებული კეთილგანწყობა რომის ეკლესიის მიმართ.
ამას ვერ მივაწევთ იმას, რომ თითქოს საქართველოს ეკლესია ცუდად იცნობდა რომაულ ქრისტიანობას. არანაირად, იმიტომ რომ მე-13 საუკუნემდეც მათ შეხება ჰქონდათ წმინდა მიწაზე, მე-13 საუკუნის შემდეგ უკვე 30-იან 40-იან წლებიდან ფრანცისკანელები დომინიკალები, იაკობ დე რუსანოს აგზავნის რომის პაპი გრიგოლ მე-9 და საეპისკოპოსო ცენტრი, ხო, არა, საეპისკოპოსო ცენტრამდე მრავალრიცხოვანი კათოლიკური თემი გვაქვს აქ. და დიმიტრი თბილელი, ქართული კათოლიკე მოწამე, რომელიც ინდოეთში მე-14 საუკუნის დასაწყისში აღესრულა მოწამეობრივად ქართული კათოლიკე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირველი ქართული კათოლიკე და მე-1329 წელს უკვე საეპისკოპოსო ცენტრიც ასდება. ანუ ქართველებს აქ საქართველოში შეეძლო ძალიან კარგად გაეცნოთ რომაული სარწმუნოება და გაეცნოთ შეხება ჰქონდათ ანტიოქიაში, შამთაზე და იერუსალიმში. ძალიან ახლო კონტაქტი ჰქონდათ. ანუ ვერ ვიტყვით იმას, რომ რაღაც ქართველებს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ რომაულ ქრისტიანობაზე და იმიტომ იყო მეკეთრო განწყობილი და რაღაც გავსი ეგეთი. მაგრამ რასაც აქცევენ ხოლმე ნაკლებ ყურადღებას. რომაელების მიმართ კეთილგანწყობა იწყება ადრეულ შუა საუკუნეებში და არა ეგრეთ წოდებულ მაღალ ინგლისურის მიხედვით ვეძახი მაღალ არა მაღალ შუა საუკუნეებში. რატომღაც და უნდა ვაღიაროთ, რომ ეხა ქართულ კათოლიკური ურთიერთობები მოხილულია არაერთ მეცნიერს, ხო თამარა მიხელ თამარაშვილიდან მოყოლებული, ესე იგი მურმან პაპაშვილი, დავით ნიკაშვილს აქვს მრავალრიცხოვანი ნაშრომები ამასთან დაკავშირებით და კიდე ეხა რა თქმა უნდა გამორჩება ყველას ვერ ჩამოვთვლი ბევრი მკვლევარი, რომელიც ამაზე სერიოზულად მუშაობს, მიქა კვაჯაძეს აქვს უფრო პოლიტიკური და ისტორიული კუთხით განხილული, ესე იგი კავშირები ევროპელებსა და ქართველებს შორის და მაგრამ პირველად მე რომ ახსენე ლუზარ პაპუაშვილმა თვალსაჩინო თავის სტატიაში მიექცია მას ყურადღებას, რომ ქართლის მოქცევა არის პრორომაული სიმპათიებით გამორჩეული. გავიხსენოთ წმინდა ნინოს, რა თქმა უნდა ეს ქართლის მოქცევა ეხა ამაზე საქართველოს გახრისტიანების ეპიზოდში ჩვენ ვილაპარაკეთ. გავიხსენოთ იქ რა ხდება, ვინაგზავნეს აქ თავარ დიაკვანს, მას შემდეგ ქართლი მოექცევა. ბრანჯი, ანუ ფრანკი, დიაკვანი ქართლის მოქცევის მიხედვით ჩამოდის ქართლში, მას შემდეგ რაც წმინდა ნინო მოაქცევს მირიანსა და ჩამოაქვს რომის პაპისგან გამოგზავნილი წიგნი, ანუ წერილი. ხო და ის იქ წმინდა ნინოს მამა ზაბილონი ჯერ კიდევ უკავშირდება რომის პაპს, რომის პატრიარქად არის ფოლოშოს მოხსენიებული, როდესაც ბრანჯებს ნათლავს, კიდევ ერთხელ ლეგენდარულია ეს გადმოცემები თავიდან ბოლომდე, მაგრამ ეს ლეგენდარული გადმოცემები ასახავს იმ განწყობასაც ქართულ საეკლესიო და საერო ელიტას ჰქონდათ, მე როცა ქართლის მოქცევა იწერებოდა მე-19 საუკუნეებში. ესე იგი, ესე იგი, მათი გადმოსახედიდან რომის პაპის დამსახურება უკვე აღენიშნება ქართლის მოქცევის დროიდან. და ამავე დროს მე-9 საუკუნეში 60-70-იან წლებში, ასე ვთქვათ, რომს სტუმრობს ძალიან ცნობილი ქართველი წმინდანი, ძალიან ქართული ბერმონოზნობის ადრეულ შუა საუკუნეებში ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე არის ილარიონ ქართველი. რომელიც სავარაუდოდ არის ძალიან მძაფრად პრორომაული განწყობის, იმიტომ რომ მაშინ როდესაც კონსტანტინოპოლში გვყავს ჩვენ რომაელების სამი კეთილგანწყობილი პატრიარქი იგნატე, ის კონსტანტინოპოლშია, ასე ვთქვათ, იგნატე აღარ არის კონსტანტინოპოლში, როცა იგნატე აღარ არის კონსტანტინოპოლში, პატრიარქი აღარ არის, ტოვებს კონსტანტინოპოლს, მიდის რომში. რომში მან ცხოვრების მიხედვით გაატარა კარგა ხანი 2 წელი, თუ არ ვცდები, და ასე ვთქვათ, მასთან მიდიოდნენ ადგილობრივი რომაელები, ითხოვდნენ კურთხევას, ითხოვდნენ დალოცვას და ილარიონ ქართველის ცხოვრების მიხედვით ილარიონმა ძალიან დიდი სახელი მოიპოვა რომაელ მოქალაქეთა შორის. ესე იქ რო ყოფილიყო, აი ქართულ ჰაგიოგრაფს ვის დაწერა ილარიონ ქართველის ცხოვრება, იქ რო ქართულ ჰაგიოგრაფს ჩაეთვალა რომაელები, რომის ეკლესია რაღაცნაირად ერეტიკულად ან ცდარი მოძღვრების მიმდევრად, ხო, იქ ხო აღნიშნავდა უშუალოდ, ხო, რომ ილარიონ ქართველი ჩავიდა რომში და ამხელდა რომაელთა ხრომის, როგორც ქართულ ტექსტებშია, ხრომთა სარწმუნოების ცდომილებას. არაფერი მსგავსი არ გვაქვს. ილარიონ ქართველი არის მაქსიმალურად დიდი სიმპათიით განწყობილი რომის ეპისკოპოს, რომის პაპის მიმართ, ისევე როგორც კირილე და მეთოდე, სლავთა მომაქცევლები, რომლებიც კონსტანტინოპოლისა და რომის დაპირისპირებაში მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბიზანტიიდან იყვნენ, რომის პაპს უფრო ემხრობია, ვიდრე კონსტანტინოპოლის პატრიარქს. ასე რომ აი ეს კეთილგანწყობა გვაქვს უკვე ჩვენ, ასე ვთქვათ, ადრეული შუა საუკუნეებისკენ და უკვე რომაელთა მას შემდეგ რა იერუსალიმის, ხო, და მე-11 საუკუნეში რა თქმა უნდა გიორგი მთაწმიდელის ძალიან ცნობილი სიტყვები, რომელთაც მან ასე ვთქვათ კონსტანტინე დუკას მიმართა 1065 წელს, როდესაც იმპერატორმა მას თხოვა, რომ რამდენად მართალი არის დასავლელ ხრომთა სარწმუნოება, გიორგი მთაწმიდელო, რომელიც ეს სიტყვა მოგვიანებით ლათინურად ითარგმნა და შევიდა ლათინურ წყაროებში, გიორგი ათენელმა თქვა, რომ
საწაშუალოა. იქ ძალიან ბევრი ისტორიკოსი, ზოგიერთი ისტორიკოსი არის აძლევს სხვანაირ ინტერპრეტაციას აი ამ სიტყვას. რომ თითქოს იქ გიორგი მთაწმიდელმა მიანიშნა ფილიოკვაზე და რომის საწარმოების ძალობაზე, რა თქმა უნდა, აბსურდია. ვისაც ძველი ქართული ენა კარგად ესმის, ძალიან კაფეოდა აქ ჩამოყალიბებული გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში, გიორგი მცირეს ავტორობით, გიორგი ათონელი მიმართავს და იმ სქიზმიდან 54 წლის მოვლენებიდან 11 წელია მარტო გასული. პირდაპირ ამბობს, რომ ხრომთა საწარმოება არის მართალი, მას არასდროს არ შეტევია ერესი, განსხვავებით ბერძნებისგან და საწაშუალო განსხვავებას არ აქვს არამედ შეჩაბაც მარხულობ თუ უფუარებური წილავ თუ რასაკეთებ, როდესაც დოგმატური ასე თქვა სწავლება არის სწორი და მართალი. და გიორგი ათონელი და იქ პირდაპირ წერია, რომ რომაელები იყვნენ, რა ქვია, იმპერატორის კარზეო და რომის პაპასთან უნდა წაგეყვანოთ, შენ ისა მოგვეწონე, ბოელ მოგვეწონა, იმიტომ რომ ქართულ ტექსტებში რომის პაპი იხსენება რომის პაპად. გახსოვს ერთხელ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რო თქვა, სწორად თქვა. სწორად თქვა, იმიტომ რომ ქართულ ტექსტებში იხსენიება რომის პაპი იხსენიება რომის პაპად, რომ სულხან-საბას ეგრე ახსენებს. აქ ბეცაზია თქვა, როდესაც ქართველებმა თარგმნეს, გიორგი ათონელმა თარგმნა სარწმუნოების სიმბოლო, ათანასეს სახელით ცნობილი სარწმუნოების სიმბოლო, რომელიც ლათინურად იყო შედგენილი. ათანასესთან კავშირი არ ქონია, უბრალოდ ათანასეს სახელს ატარებდა და შემდეგ ითარგმნა ბერძნულად, რასაკეთებს, ასე ვთქვათ, გიორგი ათონელი, როდესაც ამ სარწმუნოების სიმბოლოს თარგმნის ის ფილიოკვესთან ერთად. ანუ აქ ეხლა გიორგი ათონელზე, ექვთიმე და გიორგი ათონელებზე უფრო დიდი ავტორიტეტი საქართველოს ეკლესიას არ ყავს. და ისე ასენ მიხალთოზე უფრო დიდი ავტორიტეტი. ყველაზე დიდი ავტორიტეტები თარგმნიან, ასე ვთქვათ, ათანასეს სარწმუნოების სიმბოლოს, თხზულება, სადაც ფილიოკვე გადმოაქვთ უცნაურად, ანუ ფილიოკვეს არ იღებენ სარწმუნოების სიმბოლოს. ანუ ფილიოკვეს ისინი არ თვლიდნენ რაიმე სახის ერეტიკულ სწავლებად, არანაირი გადებით. მათთვის ფილიოკვე, მათ ზუსტად იცოდნენ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმი ახსენებელი როგორც განმარტავდა ფილიოკვეს ისე განმარტავდნენ და ზუსტად ესმოდათ, როგორ განმარტავდნენ ფილიოკვეს რომაელები, რომის ეკლესია როგორ განმარტავდა ფილიოკვეს. ანუ აქ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მეცაც გეტყვით, არსენი იყალთოელი, რომელიც მე-11 საუკუნეებში მოღვაწეა, სხვა მეორე დიდი ავტორიტეტი საქართველოს ეკლესიის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ათონელებზე და არსენი იყალთოელზე უფრო დიდი ავტორიტეტი ჩვენ არ ყოლია, ხო? არსენი იყალთოელი თარგმნის თხზულებებს, სადაც რომის პაპი არ იხსენიება და ეს ამატებს. ანუ ამატებს სულიად შეგნებულად. მე-12-მე-13 საუკუნეების არაერთ ქართულ დოკუმენტურ წყაროში, მაგალითად იშხნელის ეპისკოპოსის აღაპში, რომელიც არის აღაპი დაუდომას მეფე დემეტრე პირველს, იხსენიება 5 პატრიარქი და არა 4 პატრიარქი. ანუ აქ ფაქტია, რომ რომის პაპი არის მათთვის კანონიერებო დამთავარი, რომელსაც ფაქტია, რომ თუ დოკუმენტებში იხსენიებდნენ ღვთისმსახურების დროსაც. და ამ წყაროებში მე-12-მე-13 საუკუნეების წყაროებში ის ფაქტი, რომ რომის პაპი იხსენიება როგორც პირველი პატრიარქი, ანუ 5 პატრიარქი იხსენიება რომის პაპის ჩართვას, ზუსტად არის იმის დასტური, რომ რა თქმა უნდა საქართველოს ეკლესია იხსენიებდა დიპტიხებში და მათ შორის ღვთისმსახურების დროსაც რომის პაპს. მაგალითად მე-13 საუკუნეში გვაქვს კიდე საბუთი, ეს არის კათოლიკოს პატრიარქ ნიკოლოზის გაცემული სიგელი, სადაც იხსენიება ასევე რომის პაპი და 5 საპატრიარქო. შესაბამისად, ეს არის მე-12-მე-13 საუკუნეების ეს ქართული დოკუმენტური ქართული წყაროები, სიგელგუჯერები იქნება თუ სხვა, ძალიან აშკარად ამტკიცებს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს ეკლესიის საჭმელობის დამოკიდებულებას, ოფიციალურ პოზიციას რომის კათოლიკე ეკლესიის მიმართ. მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე მე-13 საუკუნეში ჩვენ წერილებიც გვაქვს, როდესაც რომის პაპები წერენ რუსუდან დედოფალს ივანე მიხაილძეს. ეს ეპისტოლარული ასე ვთქვათ მემკვიდრეობა უფრო მდიდარი არის მე-13 საუკუნიდან, როდესაც პაპები ჰონორიუს მე-3 და გრიგოლ მე-9 წერილებს უგზავნიან რუსუდანსა და ივანე მიხაილძეს და განსაკუთრებით გამორჩეული არის 1224 წლის და 1234 წლის წერილები, სადაც რომის პაპები აქებენ ქართველთა სარწმუნოებას. ანუ ერთის მხრივ მე-13 საუკუნის ერთ-ერთ ბულაში 50-იან წლებში გამოცემულ ბულაში ქართველები სქიზმატებად მოიხსენიებიან. სქიზმატებად იმიტომ მოიხსენიებიან, რომ რომის პაპის უშუალო დაქვემდებარებაში არ არიან უშუალოდ რომის პაპი, რომის ეკლესიის საფარველ ქვეშ, მაგრამ ამავე დროს რომის პაპები ქართველთა სარწმუნოებას აქებენ და აშკარაა, რომ მათ ერეტიკოსებად არ თვლიან. თუმცა ცოტა ადრე რომ გადმოვინაცვლოთ, ჩვენ ვიცით
ეს ახლა ძალიან ცნობილი ფაქტია, რომ ქართულ წყაროებში, კერძოდ კი გელათის სვენაკსარში და მე-12 საუკუნის სახარებაში, რომელიც 50-იანი, 80-იანი წლების მე-12 საუკუნის წყაროებია, იხსენიებიან ტამპლიერები. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მე-12 საუკუნეში, როდესაც ჯვაროსნული ლაშქრობები, ასე ვთქვათ, ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა წარმატებას მიაღწია და ახლო აღმოსავლეთში შეიქმნა რამდენიმე პოლიტიკური ერთეული, შავი მთის ქართული მონასტრები და იერუსალიმის ქართული მონასტრები დაექვემდებარნენ ლათინ სასულიერო ლათინ იერარქებს, დასავლელ იერარქებს და ქართველები სრულ ევქარისტიულ კავშირში შევიდნენ მათთან და ამიტომ მაგალითად ჟოფრუა დე ფუშე, ფილიპე ნაბლუსელი და სხვა გამოჩენილი ტამპლიერები, რომელთა შესახებაც ჩვენ სხვა წყაროებიდან ვიცით, მაგრამ ქართული წყაროები რაღაცით თითქოს აავსებს, ძალიან ლაკონური მოხსენიებია, ლოცვებში, ჯვრის მონასტრის აღაპებში, ლოცვებში იხსენიებიან ეს ტამპლიერები, რაც პირდაპირ მიანიშნებს რომის კათოლიკე ეკლესიასა და საქართველოს ეკლესიას შორის ძალიან მჭიდრო კავშირზე და ევქარისტიულ კავშირზე. ახლა ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ საქართველოს ეკლესია მათ დაუშვათ თვლიდა ერეტიკოსებად და ან რამე მსგავსი, უფრო მეცაც ვიტყვი, ათონის მთაზე ივერთა მონასტერი, ქართულთა მონასტერი 1205 და თუ 6 წლიდან მე-13 საუკუნის დასაწყისიდან დაექვემდებარა რომის საყდარს და ქართულთა მონასტერში ცნობაც არის, რომ ხმიადით უფუარებური წირავდნენ, აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ანუ წირვის დროს იყენებდნენ უფუარებურს, რაც არის კათოლიკური ლათინთა იმპერიის პერიოდში. ეს უკვე ლათინთა იმპერიის უკვე დაარსებულია ლათინთა იმპერია და კონსტანტინოპოლის ლათინ პატრიარქს ექვემდებარება ათონის მთის ქართული მონასტერი. ბარემ რო არ დამოვიწყოს, აქვე ათონის მთაზე ვიტყვი, რომ ათონის მთაზე დაარსებული ბენედიქტელთა მონასტერი იყო ლათინური წესის მონასტერი, არსებობდა ათონის მთაზე. მთელ მე-2 საუკუნეზე 985-90 წლებში დაარსდა ლეონ ბერი იყო ერთ-ერთი ბენედიქტელი, რომელიც აქ მოვიდა და რომელიც თავიდან ძალიან დაუმეგობრდა ქართველებს ათონზე, ქართველები და ასე ვთქვათ დასავლელები, იტალიელები, ძალიან ბენედიქტელები ძალიან მჭიდრო მეგობრობა ურთიერთობაში შევიდნენ და იქ ნახსენებიც არის ექვთიმეს და იოანეს ცხოვრებაში, რომ გაბრიელ ქართველი ძალიან დაუახლოვდა ამ ბენედიქტელ ბერს ლეონს და ბენედიქტელთა მონასტერი ათონის მთაზე 1287 წლამდე არსებობდა. ლათინური წესის, ლათინური ღვთისმსახურებით, ასე რომ ეს ძალიან ცნობილი ასპექტი არის ათონის მთის მონასტრის ისტორიის და ქართველებიც კი ყველგან უცხოეთში ქართული სამონასტრო თემები დაექვემდებარნენ როგორც კონსტანტინოპოლის ლათინ პატრიარქს, ასევე ანტიოქიის ლათინ პატრიარქს. იქ რაღაც ცნობებიც არის, სიმონ დე კვენტინს აქვს მაგალითად ცნობები თითქოს საქართველოს ეკლესია ანტიოქიის ლათინურ საპატრიარქოს ექვემდებარებოდაო. ავტოკეფალიაზე ჩვენ ვილაპარაკეთ მოქცევის საქართველოს გაქრისტიანების ეპიზოდში და ვახტანგ გორგასლის ეპიზოდში და იქ ძალიან ცხადად თქვი და ეს წყაროებიდან ჩანს, რომ ქართლის ეკლესია არ ექვემდებარებოდა არასდროს ანტიოქიის საპატრიარქოს, ეს გვიანდელი ასე თქვა თეორია ბიზანტიელი იერარქებისგან მოგონილი მთელი რიგი მიზეზების გამო და სიმონ დე კვენტინის ცნობები ვფიქრობ, რომ აი ამ ბიზანტიური შეხედულების წინაწარმოადგენის გამოძახილია. იმიტომ რომ მე-14 საუკუნეში იხსენიება მაგალითად ეპისკოპოსი რამაგირისასა და იბერიის ეპისკოპოსი. მაგრამ ეს ტიტული ფორმალობა უნდა ყოფილიყო და არანაირ შეფხელობაში უნდა ყოფილიყო რეალობასთან, იმიტომ რომ დღესაც ანტიოქიის პატრიარქს მე რამდენადაც ვიცი თავის ტიტულატურაში იბერია არ ამოუღია თავის ტიტულატურიდან. ანტიოქიის პატრიარქს დღემდე იხსენიება სხვადასხვა და იქ ანტიოქიის, სირიის, კილიკიის და მათ შორის იბერიის პატრიარქად. ხო, ასე რომ არ ამგონია რომ საქართველოს ეკლესია აშეუშოლოდ ეს უკვე ჩემი ვარაუდია დაქვემდებარებოდა ანტიოქიის ლათინურს. ეს გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ძალიან აქტიური გახდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნა და თანაც აი ჯვაროსნული იდეის გაგვიძებაც ხდებოდა რაღაც დონეზე, ხო? ამაზე ახლა ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ ბექა კვაჭაძესთან ეპიზოდებში და აი რა შეგვიძლია თქვა იმ კუთხით, რომ ახლა მაგში ბევრჯერ იყო ელჩობები, ბევრჯერ იყო მისვლა-მოსვლა, მიწერმოწერა, რომ ეს კოალიცია შემდგარიყო. აი თუ ხვდებით რაიმე ტიპის აი რელიგიურ დებატებს აქ მათ შორის ან საუბარს ან ცნობებს, რომ აი მაგალითად რას ამბობენ ისინი ქართულ საწმუნოებაზე, ან ქართველები პირიქით ამ შემთხვევაში ლათინთა და თუ არის მათ შორის იგრძნობა რაიმე მხრივ აი ის რაღაცა შედეგები, რაც ბიზანტიურს და ლათინურ ეკლესიებს შორის გახეთქილებას მოყვა. სხვა ყველა შემთხვევაზე რო არ ვთქვათ, ყველა სხვა შემთხვევაში ქართველი მეფეები აგზავნიან ელჩობას დასავლეთში
და ყოველთვის გამოთქვამენ მზადყოფნას. მე-19 საუკუნეში, როდესაც კონსტანტინე ნილოსი გააგზავნა ევროპაში, მათ შორის ესპანეთში, იზაბელასთან და ფერდინანდთან, ლუარსაბის დროსაც, სიმონის დროსაც და უფრო გვიანდელ პერიოდში მით უმეტეს ქართველები ყოველთვის გამოთქვამენ მზადყოფნას, აღიარონ რომის პრიმატი და გაერთიანდნენ რომის ეკლესიასთან. ქართველები, მაგრამ არ დგამენ ამ რომის ეკლესიასთან გაერთიანება რას ნიშნავს? შევიდნენ რომის პაპის დაქვემდებარებაში, მათ შორის კანონიკურ ტერიტორიად იქცენ რომის ეკლესიის, სადაც რომის პაპს უკვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უშუალო დაქვემდებარებაში იქნება რომის პაპის. მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა, ეკლესიათა გაერთიანების გადადგმა, ნაბიჯის გადადგმა ვერ მოხერხდა პოლიტიკური მიზეზების გამო და ქართველებიც მზად იყვნენ რომის პრიმატი ეღიარებინათ. ძირითადად ეს პოლიტიკური მიზეზების გამო იყო, რომ დახმარება მიიღო დასავლეთისგან, თუმცა არ ჰქონდათ მათ არანაირი პრობლემა რომის სარწმუნოებასთან, რომის სარწმუნოების აღიარებასთან. ისინი მზად იყვნენ მიეღოთ კათოლიკური სარწმუნოება და ასე ვთქვათ, ხელი მოეწერათ კათოლიკური სარწმუნოების აღსავსებლობაზე. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს, ესე იგი, ის შემთხვევა, როცა ქართველებმა არ მოაწერეს ხელი ეკლესიათა გაერთიანებაზე წავიდნენ წინააღმდეგ, ან ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი, ეს არის ფერარა ფლორენცია. ეხლა ფერარა ფლორენცია იყო ერთი ეპიზოდი ძალიან ხანგრძლივი საეკლესიო კრებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა რომის ეკლესიის ისტორიაში, დაიწყო ბაზელში 1451 წელს და 1457 წელს დამთავრდა და ბაზელში, ფერარაში, ფლორენციაში და ბოლოს რომში დამთავრდა. ამ კრებების ერთ-ერთი ეპიზოდი იყო და არა მხოლოდ ერთი, იქ მთელი, ასე ვთქვათ, გადახლართული იყო ამ კრებებთან დასავლეთ ევროპის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სიტუაცია და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იყო გაერთიანება რომის ბიზანტიის ეკლესიასთან. ესე იგი, აქ კონსტანტინოპოლში ჩავიდნენ აღმოსავლელი ქრისტიანების წარმომადგენლები, მათ შორის ქართველთა წარმომადგენლები, თუ არ ვცდები 22 წარმომადგენელი იყო მთლიანად აღმოსავლელი ქრისტიანული სამყაროდან, სადაც მიდიოდა ლაპარაკი ანტიოსმალური კოალიციაზე, გაერთიანება უნდა მოხდარიყო ეკლესიების და მე ანტიოსმალური კოალიციის ჩამოყალიბება ბექა კვაჯანზომ შესაძლებლად ამოწურა თემა და ილაპარაკა ამასთან დაკავშირებით, მიმოიხილა პოლიტიკური კავშირი და ასე შემდეგ და მათ შორის მე უკვე გვიან ლუდოვიკო ბოლონიელის მოღვაწეობა, ამას აღარ შევეხები. შევეხები ერთადერთ იმას, რომ ასე ვთქვათ, ძალიან აქტიური დავაკამათი მიდიოდა ბიზანტიელ და დასავლელ თეოლოგებს შორის აი ამ კრების ხტომებზე და საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, ძირითადი ნაწილი იყო იქ ფილიოკვე, ასევე განსაცმელი საკითხი, რომის პაპის უპირატესობის საკითხი. საბოლოო ჯამში მომხდარიყო შეთანხმება და ეკლესიათა გაერთიანება 1429 წლის ივლისში მოაწერეს ხელი ბულას, როგორც კათოლიკემ, ასე მართლმედებელთა უმეტესობა მარკოს ეფეზელის გარდა, რამდენიმე რუსი იერარქის გარდა და მათ შორის სხვადასხვა წყაროების თანახმად არ მოაწერა ხელი ქართველმა ეპისკოპოსმა. საქართველოსთან ჩავიდა ერთი საეროპირი და ორი ეპისკოპოსი. ერთი ეპისკოპოსი, როგორც ჩანს, კონსტანტინოპოლიდან იტალიაში არ ჩასულა და დარჩა კონსტანტინოპოლში. მეორე ეპისკოპოსი ჩავიდა იტალიაში, მაგრამ ამ ეპისკოპოსზე წერენ წყაროებში, სილვესტრო სიროპოლოსის მოგონებებია მთავარი წყარო და ანდრეა, ესე იგი, სანტა დე კროჩი არის ლათინური წყარო ამ კრებისთვის. ანდრეა წერს, რომ ქართველებმა მუხლი მოიყარეს რომის პაპის წინაშე და ანუ მიიღეს სარწმუნოება ეკლესიათა ერთობა, ხოლო სილვესტრო წერს, რომ ქართულმა ეპისკოპოსმა არ მოაწერა ხელი, გადაიცვა ესე იგი მაწანწალას სამოსი და დაიხეტებოდა იტალიის სხვადასხვა ქალაქებში. ბოლოს როგორც რაღაცნაირად მონახეს და როდესაც ბიზანტიელები ბრუნდებოდნენ კონსტანტინოპოლში, მოკიდეს ამ ქართულ ეპისკოპოსს ხელი და ჩაიყვანეს მათთან ერთად წავიდა კონსტანტინოპოლში. უცნაური ისა რომ როგორც ჩანს ამ ეპისკოპოსს, რომელსაც სიმეონ სუზდალელი რუსული წყარო უწოდებს გრიგოლს და ვარაუდება რომ შეიძლება თბილელ მანგლელი ეპისკოპოსი ყოფილიყო, მხოლოდ ვარაუდია, არ უნდოდა აღმოჩნდა რომ არ მოუნდა კრებაში მონაწილეობის მიღება, არ მოუნდა ბულაზე სარწმუნოებათა ერთობის უნიაზე ხელის მოწერა და ამიტომ წავიდა და მოიარა ესე იგი მთელი იტალია, ნახა იქ ქალაქები, იქ იყო, აქ იყო და ბოლოს როგორც იქნა ჩამოაღწია კონსტანტინოპოლში ბიზანტიელებთან ერთად, როდესაც ისინი დაბრუნდნენ ესე იგი ფლორენციიდან. იმიტომ ფერერაში იყო ჯერ იქ შავი ჭმელებში ფეთქა და მერე ფლორენციაში გადავიდა. როგორც ჩანს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერისკაცი ვინც იყო, მიუხედავად იმისა, კრიტიკულად იყო ეს ერისკაცი განწყობილი კრების მიმდინარეობის მიმართ, იმიტომ რომ ერისკაცი არის ლაპარაკი, რომ იჯდაო სხდომების დროსო და სულ იზახდა, რატო ლაპარაკობენ არისტოტელეზე, როცა იონე ოქროპირი და ბასილი დიდი უნდა ახსენონ. და ამ ქართულ დიდებულზე არის ლაპარაკი იმაზე, რომ ასე ვთქვათ, კრების სხდომებზე გამოსვლათა იმიტაციას აკეთებდა და დასცინოდა. ანუ ხელები და ჟესტიკულაციით იმით და იცინოდა და იჯდა იქ და იცინოდა იმ კრებაზე. მაგრამ საბოლოო ჯამში
ეხლა საბოლოო ჯამში ის დაეთანხმა თუ არა სარწმუნოების ერთობას თუ არა, გადამწყვეტ დასკვნას ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვიტყვეთ გადამწყვეტად, ასე ვთქვათ. მიზეზი უცნაურია, იმიტომ რომ მე-13, მე-14 საუკუნეების განმავლობაში, აგერ მე-14 საუკუნის დასაწყისში, რა ქვია, თბილისში საეპისკოპოსო გვაქვს, სოხუმში პეტრე ჰერალდია ეპისკოპოსი, კათოლიკური მისიონი ყვავის საქართველოში, მე-15 საუკუნეშიც ჩვენ გვყავს კათოლიკე ეპისკოპოსები, ასე ვთქვათ, იოანე ფლორენციელი იყო პირველი ეპისკოპოსი თბილისის და იოანე შნაიდერი იყო თუ არ ვცდები ბოლო მე-16 საუკუნის დასაწყისიდან და კათოლიკებთან კეთილმეგობრული ურთიერთობა გრძელდება. რატომ არის ეს ფლორენციის კრების ეპიზოდი ამოვარდნილი, როდესაც ქართველებმა უარი განაცხადეს, რომ ეს იყო პირდაპირ შედეგი და მე თითქმის დარწმუნებული ვარ ამასთან დაკავშირებით და წყაროც პირდაპირ გვეუბნება, ეს იყო ანტიოქიელი პატრიარქების ჩარევის შედეგად. სილვას სიროპულოსი წერს ეგეთ რაღაცას, რომ ქართველებმა მოგვიტანესო ანტიოქიის პატრიარქის სიგელი, ანუ რაღაცა დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ კრებას ხელი არ უნდა მოაწეროთო, რომ ანტიოქიის პატრიარქი არის საწინააღმდეგი ამ კრების ეკლესიათა ერთობის. და შესაბამისად ძალიან აშკარაა, რომ ქართველები აღმოჩნდნენ ანტიოქიის პატრიარქის გავლენის ქვეშ და ეს არის ძალიან კარგად ჯდება მე-15 საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიის კონტექსტში, იმიტომ რომ რას აკეთებენ ამ დროს ანტიოქიის პატრიარქები. ჩამოდიან საქართველოში, ანაგზავნიან თავის წარმომადგენლებს და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საქართველოს ეკლესიაში გამოიწვიონ განხეთქილება. ადგილობრივი ფეოდალები, ასე ვთქვათ, გარდა იმისა, რომ საერო თვალსაზრისით ეწევიან სეპარატისტულ პოლიტიკას, სეპარატისტულ ამბობ ფეოდალიზმის კონტექსტში, არათანამედროვე გაგებით, სეპარატისტულ პოლიტიკას იყენებენ საეკლესიო იურისდიქციასაც, რასაც საბოლოოდ გამოიყო მცხეთის იურისდიქციას. ანუ სამცხე საათაბაგო ცდილობს დასვას ტახტზე საკუთარი ეპისკოპოსი, რომელიც დამოუკიდებელი იქნება მცხეთისგან, დასავლეთ საქართველოს ცდილობს დასვას ტახტზე საკუთარი ეპისკოპოსი, რომელიც ანუ აქ ანტიოქიელი პატრიარქები მართლმადიდებლობის დაცვის საფარქვეშ შინაგანად ანგრევენ და არღვევენ საქართველოს ეკლესიას. კათოლიკოს პატრიარქის დავით ჭავჭავაძის დროს ეს არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ დავით ჭავჭავაძე იყო ძალიან, ასე ვთქვათ, გავლენიანი პატრიარქი. საფარაში ანჩაში და ვარძიაში იჩინა თავი ამ სეპარატისტულმა ტენდენციებმა მე-15 საუკუნის განმავლობაში და ჩვენ გვაქვს ფიცის წიგნები შემონახული, როდესაც მაწყვერელი ეპისკოპოსი უნდა გამხდარიყო სამცხე საათაბაგოს პატრიარქი, ასე ვთქვათ, ასე ჰქონდათ გადაწყვეტილი ყვარყვარე ათაბაგს და მის ოჯახს. არ გამოვიდა, იმიტომ რომ დავითი დაემუქრა ანათემით, დაემუქრა შეჩვენებით და კათოლიკოს მცხეთაში მჯდომი კათოლიკოს პატრიარქის სიტყვას თავისი წონა ჰქონდა. არ გამოვიდათ. მაგრამ გამოვიდა დასავლეთ საქართველოს ჩამოშორება საქართველოს ეკლესიიდან და 1470-74 წლებში დასავლეთ საქართველოში ჩამოვიდა ანტიოქია იერუსალიმის პატრიარქი მიქაელი, რომელმაც აქ დაადგინა ეპისკოპოსად, კათოლიკოსად, ბიჭვიტის კათოლიკოსად დაადგინა იოაკიმე და მისცა, ასე ვთქვათ, საბუთი, რომლის თანახმადაც აფხაზეთის კათოლიკოსი დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ეკლესია ჩამოშორდა მცხეთას. აბსოლუტურად ანტიოქიის პატრიარქს ამის უფლება არანაირად არ ქონა, იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოს ნამდვილად ვიცით, რომ ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში არასდროს არ შემოდიოდა. მაგრამ მე ეს ტენდენცია გრძელდება ოსმალეთმა უკვე საბოლოოდ დაიმორჩილა სირია და ახლო აღმოსავლეთის ირანის საზღვრებამდე. მე რას აკეთებენ ანტიოქიის პატრიარქები? ეხლა პირდაპირ უნდა ვთქვა, სხვა სიტყვას ვერ მიხვალ, დაწანწალებენ სხვადასხვა ქვეყანაში, არიან აბსოლუტურად უფულოდ და ფულის ნაცვლად და შემოწირულობების ნაცვლად აკეთებენ ყველაფერს, უსრულებენ ნებასურვილს მართლმადიდებელი ქვეყნების ფეოდალებს, მეფე-მთავრებს. ისინი ჩადიან, მაგალითად მაკარიოსი რო ჩამოვიდა საქართველოში, ჩადიან რუსეთში, მოგზაურობენ აღმოსავლეთ ევროპაში და აბსოლუტურად ვთქვათ, იმიტომ რომ ანტიოქია და იერუსალიმი ძალიან დაემცრო არაბული დაპყრობების მერე და ოსმალეთის იმპერიის აღორძინების და აღმასვლის მერე მით უმეტეს. ამიტომ აქ ძალიან აშკარად ჩანს, რომ ანტიოქიის პატრიარქის ხელი იმაში, რომ აი ფერარა ფლორენციის კრებაში, რომ ქართველებმა არ მიიღეს საქართველოს მეფის და პატრიარქის წარმომადგენლებმა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად, ასე ვთქვათ, მეფე გიორგი მერვის და დავით ჭავჭავაძეს, ასე ვთქვათ, პოზიცია იმხანად, რა ქვია, ფერარა ფლორენციის კრებისა და ეკლესიათა ერთობის მიმართ. ასე რომ ეს ჩემს ძალიან აშკარად და კარგად იხსნება, იმიტომ სილვესტროპულოსიც პირდაპირ წერს, რომ ანტიოქიის პატრიარქის გავლენით
თქვენს მათ უარი, ასე ვთქვათ, ამ ხელმოწერაზე და შესაძლოა ის ეპისკოპოსი, რომელმაც ხელი არ მოაწერა, იყო ან სამცხედან, ან დასავლეთ საქართველოსდან. შესაძლოა. და ეს ძალიან მარტივად ხსნის, იმიტომ რომ მე ძალიან რადიკალურად იცვლება სიტუაცია. ეხლა ლუდოვიკო ბოლონიელის ასე ვთქვათ, მოღვაწეობაზე და მოგზაურობაზე და მის მცდელობაზე ანტიოსმალური კოალიციის შედგენისა ილაპარაკეთ ბექა კვაჯაძესთან ერთად ძალიან საინტერესო პოდკასტში, მაგრამ მე უბრალოდ ამის ერთ-ერთ ასე ვთქვათ ასპექტს შევეხები არაპირდაპირ. პაპი პიუს მეორის მიხეილ თამარაშვილს აქვს მისი წერილი დამოწმებული, ამბობს რომ 1458 წლის წერილია, სადაც ამბობს რომ ქართულმა მეფემ და კათოლიკოსმა აღიარეს კათოლიკური საწუნოება. ეხლა რთულია პირდაპირ ითქვა, თუ ეს არის პირველი ქართველი მეფე და ქართველი კათოლიკოსი, გიორგი მერვე და დავით ჭავჭავაძე იყო მაშინ, დავითი იყო კათოლიკოსი, რომელმაც აღიარეს უშუალოდ ოფიციალურად კათოლიკური საწუნოება. სანამ რაიმე სხვა წყარო არ აღმოჩნდება რადიკალურად, რა თქმა უნდა, ამ შეხედულების სამცნობის მიღება მაინც მოვერიდები, თუმცა შესაძლოა ლუდოვიკო ბოლონიელი, რომელიც 1455 წელს იყო ჩამოსული, იყო ძალიან ენერგიული, ძალიან ამბიციური კაცი, რომელიც შეპყრობილი იყო ამ ანტიოსმალური კოალიციის ჩამოყალიბებით, შესაძლოა მან მოახდინა გავლენა ქართულ მეფესზე და კათოლიკოსზე და მის წინაშეც აღიარეს, არაფერი არ არის ამაში გამორიცხული. იმიტომ რომ მერეც უკვე კონსტანტინე მეფე, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ცდილობს, რომ მიიღოს დახმარება დასავლეთ ევროპისგან. და ამიტომ აგზავნის თავისი კარის მოძღვარს, რომელიც წყაროებში იხსენიება როგორც ბასილიანელთა ორდენის წარმომადგენელი. რაც ავარაუდები, ესე ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ის უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული უნიატი, ანუ წესი ბიზანტიური წესის მიმდევარი უნდა უნიატობა რა არის, უნიატობა დამამცირებელი სიტყვა, უნიატობა რას ნიშნავს? როდესაც მაგათი რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესია სრულად აღიარებს კათოლიკურ სარწმუნოებას, მაგრამ წესშეულებებით რჩება ბიზანტიურ წესზე. ღვთისმსახურება, წვერი, ანაფორა, ყველაფერი არის ბიზანტიური, უბრალოდ სარწმუნოებრივად უერთდება რომს. ეს არის. და ნილოსზე წერია რომ ეს და ბასილიანელებს ეძახდნენ მთელი აღმოსავლურ ქრისტიანულ ბერმონაზნობას კათოლიკები განიხილავდნენ როგორც წმინდა ბასილის ორდენს. ჩვენ ხო ორდენები არა გვაქვს აღმოსავლურ ქრისტიანობაში. იმათ აქვს და მერე წმინდა ბასილის ორდენი უკვე ოფიციალურად დაასწრა 1831 წელს. მართლმადიდებელი ბერები იყვნენ თავის შესამოსლი და ყველაფრით სქემაში აღკვეც სადა წესშეულებები, უბრალოდ იყვნენ რომის ეკლესიის დაქვემდებარებაში. იგივე გზადო ლუარსაბი 1540-იან წლებში აგზავნის საჩებს ევროპაში, აღიარებს რომის პაპს სულიერ მამად, სიმონი 1590-იან წლებში აგზავნის ელჩებს, აღიარებს რომის პაპს, ასე ვთქვათ, ეკლესიის მეთაურად და მერე უკვე მე-17 საუკუნეში, ახლა რაც ცნობილია და რაც შესაძლოა ბევრია დაწერილი, იეზუიტები, ავგუსტინელები, თეატინელები და მერე კაპუცინელები აღმოსავლეთ საქართველოში აარსებენ მისიონებს და 1614 წლიდან უკვე ძალიან აქტიურად შემოდიან და აქ უკვე ძალიან სერიოზულად დგება ეკლესიათა გაერთიანების საკითხი. ჩვენ ვიცით ეს ყველასთვის ცნობილი კათოლიკე მისიონერები, არქანჯელო ლამბერტი, ქრისტოფორო კასტელი, ჯუზეპე ძამპი და ჯუდიჩე და ასე შემდეგ. მე-17 საუკუნეში 1669 წლამდე თეატინელები ძალიან აქტიურად მოღვაწეობენ დასავლეთ საქართველოში, ხოლო კაპუცინელები განსაკუთრებით ვახტანგ შაჰნავაზის პერიოდიდან ძალიან აქტიურად მოღვაწეობენ აღმოსავლეთ საქართველოში. ლევან მესამე დადიანის გარდაცვალების მერე დასავლეთ საქართველოში მისიონი ძალიან დასუსტდა. და ესე იგი ჩვენ ყავს აქ უკვე სერიოზული ცდილობები გვაქვს, ხვდებით ეკლესიათა გაერთიანების უშუალო, ესე იგი, ცდილობებს ხვდებით. 1666 წელს, 1684-ში და 1708-ში თითქმის ყველაფერი მომზადებული იყო იმისათვის, რათა საქართველოს ეკლესია შეერთებოდა რომის ეკლესიას, თუმცა ეს არ მოხდა. თუმცა ჩვენ გვყავს კათოლიკე მეფეები, ქართველი კათოლიკე მეფეები, მაგალითად გიორგი მე-11, რომელმაც მიიღო კათოლიკური სარწმუნოება 1697 წელს, მისმა ძმამ ქაიხოსრომ მიიღო სარწმუნოება კათოლიკური, რომელიც ოფიციალურად მართავდა ქართლს, მაგრამ ქართლში არ იყო 1711 წლებში. მისმა ძმა ლევანმა მიიღო, სულხან საბაზე ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ეპიზოდი ჰქონდათ, ესე იგი ბექა კვაჭაძესთან და სულხან საბაზე ისაუბრა ცლად აღარ შევეხები. უბრალოდ საინტერესოა სულხან საბაზე, რომ კათოლიკე იყო და ცხოვრობდა დავით გარეჯის მონასტერში და არანაირი პრობლემა არ ქონია. შეიძლება თქვა თუ ყავს ქართველი კათოლიკე მეფეები და ქართველი კათოლიკე ფეოდალები. მაგალითად ბარძიმ საჯულთუხუცესი, რომელიც ძალიან გავლენიანი
ქართველი ფეოდალი იყო ქართლში მე 17 საუკუნის მეორე ნახევარში და ცოტა არ იყოს ასე ვთქვათ უცნაურია რომ მას ძალიან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა ქართულ კათოლიკე მეფესთან გიორგი მე-11-სთან და ყავს მაგალითად ნიკიფორე ირუბაქიძე რომელიც იყო კათოლიკე, მოქცეული იყო 1925 წელს წავიდა ევროპაში და მერე უკავშირდება მას პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი და ასე შემდეგ და 1657 წელს მას ეკავა აფხაზეთის კათოლიკოსის ტახტზე იყო. კათოლიკე მოლდოვთავარი, რომელიც მართავდა საქართველოს დასავლეთ საქართველოს ეკლესიას. ქართველებისთვის არ არის არანაირი პრობლემა რომის პრიმატი, არ არის არანაირი პრობლემა ფილიოკვე, არც სხვა მეორე ხარისხოვანი საშუალებები რომის ეკლესიას აქვს. ძალიან კეთილგანწყობილები არიან ასე ვთქვათ რომის კათოლიკე ეკლესიის მიმართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანტიკათოლიკური ტენდენციები დროდადრო თავს არიჩენდა, რადგან ახლა როგორც ისტორიულ მომენტს ვაფასებთ, ესეც უნდა ვთქვათ, რომ ანტიკათოლიკური პოზიციები, ასე ტენდენციები გარკვეულწილად თავსაც იჩენდა, მაგრამ ეს ანტიკათოლიკური ტენდენციები რაღაცნაირად ქაოტური იყო და არ ქონდა ორგანიზებული სახე, არ იყო ფართოდ გავრცელებული და არ იყო სერიოზული ფაქტორი საქართველოს ცხოვრებაში. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარამდე, მაშინ როცა ზაქარია გაბაშვილი და მასთან დაკავშირებული ჯგუფი გამოჩნდა საქართველოს ეკლესიაში, რომელიც მკვეთრად ანტიკათოლიკური განწყობებით გამოირჩეოდა, თუმცა არა მარტო ზაქარია გაბაშვილი, ბესარიონ ორბელიშვილი, რომელმაც დაწერა პირველი და ერთადერთი, ასე ვთქვათ, სანამ რუსეთს შეუერთდებოდა საქართველო, ერთადერთი ორიგინალური ქართული ანტიკათოლიკური თხზულება გრდემლი. ეს არის საკმაოდ საშუალოზე შეიძლება ითქვას საშუალო ხარისხის ნაწარმოები, თეოლოგიური, ესე იგი პოლემიკური ნაწარმოები, რომელიც აკრიტიკებს კათოლიკურ, ასე ვთქვათ, აღსარებულ კათოლიკურ დოგმატებს და წესშეულებებს და არის ხო ერთადერთი ორიგინალური. მანამდე გვაქვს ერთი-ორი ნათარგმნი თხზულება, უпроსტო ორი ნათარგმნი თხზულება მე-11-მე-12 საუკუნეებში, რომელიც შეიცავს ანტიკათოლიკურ ტენდენციებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ 700 წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც მე-11 საუკუნეში ეს დაშორების პროცესი დაიწყო, ჩვენ არ გვაქვს ორიგინალური ქართველი არ დამჯდარა და არ დაუწყია კათოლიკური საწმოების განკიქება და განკიცხვა და პოლემიკაში არ შესულა. უნდა ითქვას, ხა აი უცებ რატო იჩინა თავი ამ ტენდენციამ მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში რთულია თქმა ვერ დაუკავშირებთ ამას, არ ამგონია რომ ოსმალობას უკავშირდებოდეს და ოსმალები აქეზებდნენ, გამოსარიცხი არ არის, მაგრამ არ ამგონია რომ ოსმალები აქეზებდნენ, რომ მაინდამაც ანტიკათოლიკური თხზულებები ეწერათ ქართველებს. შესაძლოა ისე უკავშირდება ბერძნულ გავლენას, იმიტომ რომ ჩვენ კათოლიკე მისიონერების ჩანაწერებიდანაც ვიცით, რომლებიც ასევე ტენდენციურია, თავისთავად ცხადია, მათ თავიანთი ტენდენციურობა აქვთ ამ წყაროებს, იმიტომ რომ კათოლიკე მისიონერებში და ამბობენ, რომ 100,000 კაცი მოუნათლეთ და ყველაფერს ჩვენ ვასწავლით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. გასაგებია ეს ტენდენციურობა, მათ აზრიადებენ რა და ეს უნდა ვთქვათ აუცილებლად, მაგრამ კათოლიკე მისიონერები ამბობენ და მე არ მგონია რომ ტყუოდნენ და მიაწერენ მათ წინააღმდეგ ჩამოყალიბებულ ამ ანტიკათოლიკურ განწყობას ბერძნულ სამღვდელოებას, რომელიც როგორც ჩანს ანტიოქიიდანაც მოდიოდა საქართველოში და საკმაოდ აქტიურად გადაგებდა აქ, შესაძლოა იერუსალიმიდანაც და კონსტანტინოპოლიდანაც. ამიტომ ეს ბერძნებს პირდაპირ ამბობენ კათოლიკე მისიონერები, დასავლეთ საქართველოში ხდებოდა ეს და აღმოსავლეთ საქართველოშიც. ამიტომ ეს პირველად ჩვენ შეიძლება ითქვას 700 წლის მანძილზე, მაშინ როცა არც ანტიკათოლიკური თხზულება დაწერილა ქართველის ხელიდან არ გამოსულა, საქართველოს ეკლესია ყოველთვის თვლიდა რომის ეკლესიას, ასე ვთქვათ, არასდროს და ერეტიკულად და მზად ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ მას საწუნოებრივად შეერთებოდა და ყოველთვის აღიარებდა რომის პაპს. თითქმის ყველა ქართველი მეფე და მღვდელმთავარი, რომ რომის პაპი არის ქრისტიანთა სულიერი მამა და მას უკავია უზენაესი ადგილი მსოფლიო ეკლესიაში. 700 წლის მერე, აი მე-18 საუკუნის შუახანებში ხდება ის, რომ საკმაოდ მწვავე ანტიკათოლიკური განწყობა იჩენს საქართველოს ეკლესიაში თავს და რა თქმა უნდა ეს უკავშირდება ანტონ პირველს, რომელმაც მიიღო კათოლიციზმი. მერე მას მოუწია 1755 წელს სანამ თეიმურაზი ცოცხალი იყო, წასული იყო რუსეთში. იქ რუსეთში გახდა ვლადიმირის ეპისკოპოსი და აქტიურად მოღვაწეობდა თარგმნიდა სხვადასხვა თხზულებ ბაუმაისტერის მაგალითად ფიზიკა და სხვა თხზულებები ლაიბნიცის ძირითადად ფილოსოფიურ მემკვიდრეობას დაეწაფა ანტონ პირველი, არ შეუწყვეტია თარგმნილობითი მუშაობა და მერე დაბრუნდა ეკლესიის დროს, მაგრამ ანტონ პირველს დარჩა ეს უარყოფითი განწყობა კათოლიკურ საწუნოების მიმართ. უпроსტოდ მეიცი როგორ ფიქრობ, უარყოფითი განწყობა კი არ დარჩენილა, ის თავს იცავდა ქართული სამღვდელოების ანტიკათოლიკური
ნაწილისაგან და ამბობდა რომ მე მართლმადიდებელი ვარ და აღარა ვარ. კათოლიკე ეკლესიისთვის სიმპათიები არ მაქვს. მაგრამ თლად გულწრფელი არ არის აშკარად ამ ასე განცხადებაში, იმიტომ რომ კვლავ ინარჩუნებს კათოლიკებთან შესანიშნავ ურთიერთობას და მაშინ როცა გააძევეს დაამხო საეკლესიო კრებამ ანტონი, გორში ჩავიდა სანამ რუსეთში წავიდა და გორშიც კათოლიკე მისიონერების სახლში ჩერდება და აქტიურად არგმნეს დასავლურ როგორც საღვთისმეტყველო, ასევე ფილოსოფიურ ლიტერატურას. თუმცა ანტონ პირველის, ანტონ მეორეს დროს, ერეკლეს დროსაც ნარჩუნდება რომის ეკლესიასთან ძალიან კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რომის პაპი უგზავნის კიდევ აწერილებს ერეკლე მეფეს, ერეკლე მეორეს ბუნებრივად ჰქონდა ევროპასთან დაკავშირების ცდილობები და რო არ გამოვიდა, მერე იბრუნა პირი რუსეთისკენ, სხვა გამოსავალი რო არ დარჩა. თუმცა ჩემთვის უცნობია მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ჩვენ გვაქვს თუ არა აქტიური მოლაპარაკება, როგორც მე-17 საუკუნეში ჰქონდა ეკლესიათა გაერთიანებაზე. დასავლეთ საქართველოში ჩვენ პირდაპირ გვაქვს ესე იგი მოწმობა იმის შესახებ, რომ კათოლიკოსმა ბესარიონ ერისთავმა, რაჭის ერისთავის შოშიტას ძმამ ვაჟმა უფროსწორად მიიღო კათოლიკობა. ეს არის დაახლოებით 1750 წელს. ის იყო კათოლიკოსი, აფხაზეთის კათოლიკოსი იყო 1752-დან 1769 წლამდე. შეიძლება თქვას ანტიკათოლიკოსი, იმიტომ რომ მერე ასე ვთქვათ სოლომონმა თავისი ძმა დასვა აფხაზეთის კათოლიკოსად და დაუპირისპირდა ბესარიონს. რაჭის ერისთავმა როსტომმა და მისმა ოჯახმა მიიღო კათოლიკური სარწმუნოება და ჩვენ გვაქვს დასავლეთ საქართველოში ყავს ლევამოცილი ქართული კათოლიკე ფეოდალი, რომელიც ასევე ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში არის კათოლიკე მისიონერებთან. მაგრამ ეკლესიათა გაერთიანება საბოლოოდ ეს საკითხი აღარ წამოწეულა წინ, უკვე რუსეთი რო შემოდის, უკვე ამაზე ლაპარაკი უკვე ფაქტობრივად გამორიცხულია, მეტიც უკვე რუსეთი ავიწროებს კათოლიკე მისიონერებს, თუმცა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ისინი ჯერ კიდევ რჩებიან საქართველოში, მაგრამ 1855 წლის მერე მათ აეკრძალათ აქ მოღვაწეობა და აქვე უნდა ვახსენო ბარემ ის რომ კათოლიკურმა შეიძლება ითქვას დასკვნის სახითაც კათოლიკურმა სარწმუნოებამ ხშირად როდესაც კათოლიკობაზე და მართლმადიდებლობაზე და უცხო სარწმუნოების მიღებაზე მიდის ხოლმე ლაპარაკი საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებით აქ ხაზი ესმევა ხოლმე ნაციონალიზმის საკითხს, ნაციონალური მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, აი სხვა სარწმუნოების მიღება რა გავლენას ახდენდა ეს ქართულობის შენარჩუნებაზე, ეს პოპულარულ წარმოსახვაშიც და ლიტერატურაშიც და ასე დისკუსიაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კათოლიკურმა სარწმუნოებამ არანაკლები როლი შეასრულა ქართული კულტურის და ენის შენარჩუნებაში, ვიდრე მართლმადიდებლობამ. ამის თქმა შეიძლება აბსოლუტურად თამამად და პირდაპირ. რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბებით, იმიტომ კათოლიკური თემი მცირერიცხოვანი იყო ამიტომ. მაგრამ არანაკლები როლი შეასრულა ქართულმა კათოლიკურმა თემამ განსაკუთრებით სამცხეში, ყოფილ სამცხე საათაბაგოში, რომელიც ახალციხის საფაშო იყო, ახალციხის ქართული კათოლიკური თემი მუდმივად იყო ქართული კულტურის ცენტრი ოსმალური ბატონობის პირობებში. იმიტომ ბუნებრივია იქ მართლმადიდებლობა დარჩენა უკვე თელს რიგ სირთულეებს უკავშირდებოდა. ასე პირდაპირ მასობრივი დევნა არ ყოფილა, მაგრამ თელ რიგ სირთულეებს და ბარიერებს გიქმნიდნენ. თელი რიგი პოლიტიკური მიზეზების გამო კათოლიკური სარწმუნოების აღსარება უფრო თავისუფალი იყო და შესაბამისად იქიდან მარტო ხითარიშვილი, პეტრე ხარისჭირაშვილი რო გავიხსენოთ, მაგალითად ხუთშიშვილების გვარიდან არაერთი მღვდელმსახური გამოსულა, რომელიც ყველაფერს აკეთებდნენ ქართული კულტურის გადასარჩენად. იქ და ბუნებრივია სტამბოლის ქართულ კათოლიკურ სავანეში და ორი აზრი არ არის, ალბათ ყველას გაგვახსენდება ამასთან დაკავშირებით, მიხეილ თამარაშვილი და მიხეილ თარხნიშვილი, ორი უმნიშვნელოვანი ისტორიკოსი, რომელმაც ქართულ ისტორიოგრაფიაში ასე ვთქვათ წარუშლელი კვალი დატოვეს. თუმცა თეოლოგიური, კანონიკური და ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით, ხო, შეწყდა რომის ეკლესიასთან გაერთიანებაზე ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, კირიონმა მიმართა რომის პაპს და უბრალოდ ყველას ურჩევ რომ ეს წერილი წაიკითხოს, კირიონ მეორის წერილი, რომელიც ან სხვადასხვა ვერსიით შეიძლება კირიონ მესამე იყოს, კირიონ მეორის წერილი, რომელიც ასე ვთქვათ, მან გაუგზავნა რომის პაპს რა პატივისცემა და ეს ტრადიციული კეთილმეგობრული განწყობა არის გამოხასახული ამ წერილში. საინტერესოა თონ მანამდე რუსეთში ცხოვრობდა კირიონი, მას დაწერილი აქვს რეცენზია მიხეილ თამაშაშვილის ნაშრომზე ისტორია კათოლიკოსა და ქართველთა შორის, სადაც ძალიან უხეშად აკრიტიკებს მიხეილ თამაშაშვილს. არასდროს ეს თხზულება არ გამოუქვეყნებია, იმიტომ რომ მე წლები რო გავიდა, ეტყობა თვითონ მიხვდა, რომ ეს რეცენზია საკმაოდ სუსტი იყო და ეს ამ რეცენზიის ანტიკათოლიკური განწყობა ალბათ
მთლიანად გადააფასა და მის წერილში უკვე რომის პაპის მიმართ უკვე ჩანს აი ეს ტრადიციული ასე ვთქვათ კეთილგანწყობა რომის ეკლესიასა და საქართველოს ეკლესიას შორის და ბოლოს ვიტყვი ეს რომ გამომჩეს ახლა არ იქნება იმიტომ კირიონი რადგან ვახსენებთ კირიონ მეორე იყო ეს ხო კირიონ პირველი დიდი ხნის წინ 1700 წლის ადრე რო გადავხვდეთ კირიონ პირველი იყო ის ქართლის ის ეკლესიის ის საჭადრობელი ვინც პირველად დაუკავშირდა უშუალოდ რომის პაპს კირიონ პირველმა ეს კირიონ პირველია რომელიც ოსაც ქართულ სომხური განხეთქილება მოხდა მე-7 საუკუნის დასაწყისში კირიონ პირველმა გაუგზავნა წერილი რომის პაპს ცნობილ გრიგოლ დიალოგონს გრიგოლ დიდს სადაც ეკითხებოდა რამდენად კანონიკური იყო ან რა პროცედურით უნდა მიეღოთ ნესტორიანელი ეპისკოპოსი საქართველოს ეკლესიაში იმიტომ ნესტორიანული თემი როგორ ჩანს იყო საქართველოში ან ნესტორიანელი ეპისკოპოსი ჩამოვიდა რომელმაც გამოთქვა სურვილი რომ დაბრუნებოდა ასე ვთქვათ ქალკედონურ მართლმადიდებლობას და სწორედ ამის შესახებ კირიონის წერილი არ არის შემორჩენილი, მაგრამ შემორჩენილია გრიგოლ დიდის პასუხი ამასთან დაკავშირებით. ასე რომ დასკვნის სახით უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს რომის ურთიერთობები ალბათ ეკლესიის ისტორიაში გამოირჩევა იმ იშვიათი კეთილგანწყობით, რაც ესე ვთქვათ, სხვა ეკლესიასთან ურთიერთობებში იშვიათად შეინიშნება ძალიან. პირდაპირ ისიც ალბათ დაპირისპირების არანაირი მიზეზი. რა თქმა უნდა, ეგ ფაქტორიც ხო, ეგ ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო. კი, ეგ ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხო, ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგას საქართველოს არ ესაზღვრებოდა უშუალოდ კათოლიკური ქვეყანა, რომთანაც რაღაცა ასე ვთქვათ, პოლიტიკური დაპირისპირება და ის ექნებოდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბუნებრივია. თუმცა უნდა ითქვას, რომ სომხები არ გამოირჩეოდნენ კათოლიკეებს მიმართ ასეთი კეთილგანწყობით, როგორც ქართველები. აქ ეს კონტრასტი დანამდვილებით ჩანს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეკლესიათა შეერთების საკითხიც ასე ვთქვათ არაერთხელ დამდგარა. უბრალოდ მთელი რიგი ფაქტორების გამო არ გამოსულა ეს ამბავი. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩვენ ამ ეპიზოდს ვიწერთ სკოლა არქიმედეში, ესეც დიდ მადლობას ვუხდით, რა თქმა უნდა, სკოლას. დიდი მადლობა შოთა ამ საინტერესო საუბრისთვის. ვფიქრობ, რომ აი ძალიან გარდა იმისა, რომ თვითონ აიხსნა რა იყო სქიზმა, ბევრ საინტერესო ისტორიულ წყაროს მხილვაც იყო გარკვეულწილად ეს და იმ ურთიერთობებისა, რომელიც არსებობდა სხვადასხვა ეკლესიებს შორის, ბიზანტიის, რა თქმა უნდა, რომისა და საქართველოსი. და იმედი მაქვს, რომ მალე დაგებრუნდებით ახალი საინტერესო ეპიზოდით, მანამდე არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ და მოიწონოთ მწარე პოდკასტი. ნახვამდის, მოვალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით.